სწორედ ახლა, ამ წამს, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენი სხეულის თითოეული უჯრედი შეიცავს წყალს, რომელიც შესაძლოა ოდესღაც იყო მთვარის ზედაპირზე. უფრო მეტიც, ის შესაძლოა იყო იუპიტერის მთვარეებზე, სატურნის რგოლებში, ან კომეტის ბირთვში, რომელიც მილიარდობით კილომეტრს გადალახავდა სივრცეში. ეს არ არის პოეტური მეტაფორა, ეს არის ფაქტი, რომელიც 2026 წელს NASA-ს მეცნიერებმა დაადასტურეს მთვარის სამხრეთ პოლუსზე აღმოჩენილი წყლის ანალიზის შემდეგ. წყალი, რომელიც იქ იპოვეს, შეიცავს იზოტოპებს, ატომების ვარიანტებს, რომლებიც დედამიწაზე არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ის არ მოვიდა ჩვენი პლანეტიდან, ის მოგზაურობდა სხვა სამყაროებიდან. წარმოიდგინეთ ეს. თქვენ გახართ ღამით და უყურებთ მთვარეს. ის ჩანს როგორც ნაცრისფერი, უსიცოცხლო ქვა ცაში. მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, რომ მისი ყინულში ჩაკეტილია ისტორია, რომელიც ცვლის ყველაფერს, რასაც ვფიქრობდით მთვარის, დედამიწის და თვით სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ეს არ არის უბრალოდ წყალი, ეს არის დროის კაფსულა, რომელიც ინახავს ინფორმაციას მზის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ, იმ დროის შესახებ, როცა პლანეტები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ და კოსმოსი იყო ქაოსური ქიმიური რეაქციების სრელი. როგორ მოხდა ეს უცხო წყალი მთვარეზე? რატომ არის ეს აღმოჩენა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მთვარული მისია ბოლო 50 წლის განმავლობაში? და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, არა მხოლოდ როგორც მეცნიერებისთვის, არამედ როგორც სახეობისთვის, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი ადგილი სამყაროში. 2026 წლის იანვარში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პლანეტოლოგიის ლაბორატორიაში დოქტორმა ემილი ჰარისონმა და მისმა გუნდმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც შეძრა მთელი სამეცნიერო საზოგადოება. ისინი ანალიზს უკეთებდნენ ნიმუშებს, რომლებიც ჩინეთის ჩანგე 6 მისიამ მოიტანა მთვარის სამხრეთ პოლუსიდან. ეს იყო პირველი მისია, რომელმაც წყალი აიღო მთვარის მუდმივად ჩრდილში მოქცეულ კრატერებიდან, ადგილებიდან, სადაც მზის სხივები არასოდეს აღწევს და ტემპერატურა ინარჩუნებს -230 გრადუს ცელსიუსზე. რა აღმოა წყალი, რომლის დეიტერიუმის, წყალბადის მძიმე იზოტოპის თანაფარდობა იყო 3-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე დედამიწის ოკეანეებში. ეს არის როგორც თითის ანაბეჭდი. თითოეულ კოსმოსურ სხეულს აქვს უნიკალური იზოტოპური ხელმოწერა, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, სად და როგორ ჩამოყალიბდა. დედამიწის წყალს აქვს ერთი ხელმოწერა, მარსის ყინულს სხვა, კომეტებს მესამე. და ახლა პირველად ჩვენ ხედავთ, რომ მთვარის წყალი არ ემთხვევა არც ერთს მათგანს. უფრო მეტიც, ჰარისონის გუნდმა იპოვა კიდევ რაღაც. წყალში იყო ამონიაკის კვალი და ორგანული მოლეკულები, ნახშირბადის ჯაჭვები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება კომეტებში და ასტეროიდებში, მაგრამ არა დედამიწის ბუნებრივ წყალში. ეს იყო როგორც ქიმიური ხელმოწერა, რომელიც ამბობდა, მე მოვედი შორიდან. მაგრამ რამდენად შორიდან? დასახელების მისაღებად მოდით გავიხსენოთ, როგორ ვფიქრობდით მთვარის წარმოშობაზე. 90-იანი წლებიდან დომინირებდა ერთი თეორია, გიგანტური იმპაქტის ჰიპოთეზა. 4 მილიარდი 500 მილიონი წლის წინ, როცა დედამიწა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მასში შეეჯახა მარსის ზომის პლანეტა, რომელსაც მეცნიერები თეიას უწოდებენ. ეს შეჯახება იყო იმდენად ძლიერი, რომ დედამიწის მანტიის ნაწილი გაფრინდა კოსმოსში. ეს ნამსხვრევების შემდეგ შეიკრიბა და ჩამოაყალიბა მთვარე. ეს თეორია აიხსნებდა ბევრ რამეს. რატომ არის მთვარე ისეთი ახლოს დედამიწასთან? რატომ აქვს მას მსგავსი ქიმიური შემადგენლობა? რატომ არ აქვს დიდი რკინის ბირთვი? მაგრამ იყო ერთი პრობლემა. თუ მთვარე ჩამოყალიბდა დედამიწის მასალისგან, მაშინ მისი წყალიც უნდა იყოს იდენტური დედამიწის წყლისა. მაგრამ ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ეს არ არის ასე. 2021 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა რიჩარდ ბინზელმა შესთავაზა ალტერნატიული ახსნა. მან თქვა, რომ მთვარე ჩამოყალიბების შემდეგ მილიონობით წლის განმავლობაში ის ბომბარდირებული იყო კომეტებითა და ასტეროიდებით. ეს იყო პერიოდი, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ გვიან მძიმე ბომბარდირებას. ეს კოსმოსური ობიექტები მოიტანეს წყალს, რომელიც დაგროვდა მთვარის პოლუსების კრატერებში, სადაც ის დარჩა გაყინული მილიარდობით წლის განმავლობაში. მაგრამ ჰარისონის აღმოჩენა მიდის კიდევ უფრო შორს. იზოტოპური ანალიზი აჩვენებს, რომ ეს წყალი არ მოდის მხოლოდ ასტეროიდული სარტყლიდან, რეგიონიდან მარსსა და იუპიტერს შორის. ნაწილი მისი მოდის კუიპერის სარტყლიდან, ყინულოვანი ობიექტების ზონიდან ნეპტუნის ორბიტის მიღმა, სადაც ტემპერატურა ახლოსაა აბსოლუტურ ნულთან. წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი. კუიპერის სარტყელი იწყება დაახლოებით 4 მილიარდი 500 მილიონი კილომეტრის მოშორებით მზიდან. ეს არის 30-ჯერ უფრო შორს, ვიდრე დედამიწა. იქიდან კომეტამ უნდა გაიაროს მთელი მზის სისტემა, გადალახა გიგანტური პლანეტების გრავიტაციული ველები, გადარჩა შეჯახებებს და რადიაციას
და საბოლოოდ მოხვდა მთვარის პოლუსზე. და ეს მოხდა არა ერთხელ, არამედ მილიონობით ჯერ, მილიარდობით წლის განმავლობაში. ეხლა წარმოიდგინეთ რაღაც საოცარი. თუ ეს წყალი მოვიდა კუიპერის სარტყლიდან, ეს ნიშნავს, რომ იგივე პროცესი შეიძლება მოხდა დედამიწაზეც. 2015 წელს ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ასტრონომმა კლაუდია ალექსანდრმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენებდა, რომ დედამიწის ოკეანეების დაახლოებით 10% შეიძლება მოსულიყო კომეტებიდან. მაგრამ ახალი მონაცემები მთვარიდან ამბობს, რომ ეს რიცხვი შეიძლება იყოს გაცილებით მაღალი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან წყალი არ არის მხოლოდ წყალი. ის არის სიცოცხლის საფუძველი. თითოეული ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, ბაქტერიიდან ვეშაპამდე, მცენარიდან ადამიანამდე დამოკიდებულია წყალზე. და თუ ეს წყალი მოვიდა კოსმოსიდან, მაშინ სიცოცხლის ინგრედიენტები არ არის დედამიწის უნიკალური მოვლენა, რი მოვლენა. ისინი არის სამყაროს საერთო თვისება. ვისება. მაგრამ ეს ისევ არ არის ყველაფერი. ჰარისონის გუნდმა აღმოაჩინა კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს. მთვარის წყალში იპოვეს ძალიან იშვიათი იზოტოპი, ჟანგბადის 18. ეს იზოტოპი იქმნება მხოლოდ ძალიან სპეციფიკურ პირობებში, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე და ძალიან მაღალ რადიაციულ ველში. ასეთი პირობები არსებობს მხოლოდ ორ ადგილას: ახალშობილი ვარსკვლავების გარშემო და ყურადღება ინტერსტელარულ სივრცეში, ვარსკვლავებს შორის. ეს ნიშნავს, რომ ნაწილი მთვარის წყლისა შეიძლება იყოს უფრო ძველი ვიდრე თვით მზის სისტემა. ის შეიძლება ჩამოყალიბდა იმ გიგანტურ მოლეკულურ ღრუბელში, საიდანაც დაიბადა ჩვენი მზე 4 მილიარდი 600 მილიონი წლის წინ. ეს წყალი არის ჩვენი წინაპარი, არა ბიოლოგიური, არამედ ქიმიური წინაპარი. ის არის ის მასალა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. დოქტორი ჰარისონი აღწერს ამ აღმოჩენას ასე. ეს არის როგორც ძველი წიგნის პოვნა თქვენი სახლის სარდაფში, რომელიც დაწერილია ენაზე, რომელსაც აღარავინ საუბრობს. მაგრამ როცა თქვენ ახერხებთ მის გაშიფრას, ხვდებით, რომ ის მოგიყვებათ თქვენი ოჯახის ისტორიას, არა 100 წლის, არამედ მილიარდობით წლის წინ. ახლა მოდით დაუბრუნდეთ იმ კითხვას, რომელიც ალბათ გაგიჩნდათ. რატომ არის ეს წყალი შემორჩენილი მთვარეზე, მაგრამ არა დედამიწაზე? პასუხი მდგომარეობს გეოგეოლოგიაში. დედამიწა არის ცოცხალი პლანეტა. მას აქვს ტექტონიკური ფირფიტები, ვულკანები, ატმოსფერო, ოკეანეები. ეს ყველაფერი მუდმივად ურევს და ცვლის მასალებს. წყალი აორთქლდება, კონდენსირდება, ინფილტრირდება მიწაში, გამოდის ვულკანებიდან. ეს ციკლი ნიშნავს, რომ ძველი იზოტოპური ხელმოწერები იშლება და იკარგება. მაგრამ მთვარე არის მკვდარი სამყარო. მას არ აქვს ატმოსფერო, არ აქვს ტექტონიკა, არ აქვს ვულკანური აქტივობა. წყალი, რომელიც მოხვდა მის პოლუსების კრატერებში, დარჩა იქ გატინული, დაცული, უცვლელი. ეს კრატერები არის ბუნებრივი საყინულეები, რომლებიც ინახავს ინფორმაციას მზის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ. 2022 წელს NASA-ს Lunar Reconnaissance ორბიტერმა დაადგინა, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსზე არის დაახლოებით 600 მილიარდი კილოგრამი წყლის ყინული. ეს არის საკმარისი, რომ შეავსოთ 1 მილიონი ოლიმპიური აუზი. მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ ყინული. ეს არის არქივი, ქიმიური ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა პლანეტები, საიდან მოვიდა სიცოცხლის ინგრედიენტები და რა ხდებოდა მზის სისტემაში მილიარდობით წლის წინ. და აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. თუ მთვარის წყალი მოვიდა კომეტებიდან და ასტეროიდებიდან, მაშინ იგივე უნდა ეთქვას დედამიწის წყალზეც. მაგრამ რამდენად და რა ნიშნავს ეს სიცოცხლის წარმოშობისთვის? 2018 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგმა სარა სტიუარტმა შექმნა კომპიუტერული მოდელი, რომელიც სიმულაციას უკეთებდა გვიან მძიმე ბომბარდირების პერიოდს. მან აჩვენა, რომ 4 მილიარდი წლის წინ დედამიწა ყოველდღიურად ბომბარდირებული იყო ასობით კომეტებითა და ასტეროიდებით. ეს იყო კატასტროფული პერიოდი. ზედაპირი იყო გალღობილი, ოკეანეები აორთქლებული, ცა მუდმივად ნათებული იყო იმპაქტების ციმციმებით. მაგრამ სწორედ ამ ქაოსში ჩაითესა სიცოცხლის თესლი. კომეტები მოიტანეს არა მხოლოდ წყალს, არამედ ორგანულ მოლეკულებსაც, ამინომჟავეებს, ნუკლეოტიდებს, ლიპიდებს. ეს არის ის სამშენებლო ბლოკები, საიდანაც შედგება დნმ, ცილები, უჯრედული მემბრანები. და ახლა ჩვენ ხედავთ მათ კვალს მთვარის ყინულში. ეს ცვლის ფუნდამენტურ კითხვას. არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის უნიკალური მოვლენა, თუ ის არის სამყაროს გარდაუვალი შედეგი? თუ სიცოცხლის ინგრედიენტები მოდის კოსმოსიდან და ვრცელდება მთელ მზის სისტემაში, მაშინ სიცოცხლე შეიძლება იყოს გაცილებით უფრო გავრცელებული, ვიდრე ჩვენ ფიქრობდით. მაგრამ სანამ ჩვენ გადავიდოდეთ სიცოცხლის ძიებაზე სხვა სამყაროებში, მოდით გავიგოთ, რას ნიშნავს ეს აღმოჩენა იმ სამყაროებისთვის, რომლებიც უკვე ვიცით.
რადგან მთვარე არ არის ერთადერთი ადგილი ჩვენს მზის სისტემაში, სადაც არსებობს წყალი უცხო იზოტოპური ხელმოწერით. და სწორედ აქ იწყება ისტორია, რომელიც აერთიანებს მთვარეს, იუპიტერის მთვარე ევროპას, სატურნის მთვარე ენცელადს და შესაძლოა თვით ჩვენს არსებობას. 2023 წელს NASA-ს გალილეო ზონდის არქიული მონაცემების ხელახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ ევროპას, იუპიტერის ყინულოვან მთვარეს აქვს მიწისქვეშა ოკეანე, რომელიც შეიცავს ორჯერ მეტ წყალს, ვიდრე დედამიწის ყველა ოკეანე ერთად. მაგრამ რაც უფრო საინტერესოა, ამ ოკეანის ქიმიური შემადგენლობა. სპექტროსკოპიულმა ანალიზმა, რომელიც ჯეიმს ვებ ტელესკოპმა ჩაატარა 2025 წელს, აჩვენა, რომ ევროპას ზედაპირზე გამოფრქვეული წყლის ორთქლი შეიცავს იმავე დეიტერიუმის მაღალ კონცენტრაციას, რაც მთვარის პოლუსების ყინულში. ეს არ არის დამთხევა, ეს არის ნიმუში. ორივე სამყარო, მთვარე და ევროპა, მდებარეობს სხვადასხვა მანძილზე მზიდან. მთვარე არის დედამიწის თანამგზავრი, ხოლო ევროპა ბრუნავს იუპიტერის გარშემო, 780 მილიონი კილომეტრის მოშორებით ჩვენგან. მაგრამ მათი წყალი ამბობს ერთსა და იმავეს. ჩვენ მოვედით იქიდან, სადაც მზის სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდებოდა. დოქტორი კევინ ჰენდი, პლანეტოლოგი Jet Propulsion ლაბორატორიიდან, ახსნის ამას ასე. წარმოიდგინეთ, რომ მზის სისტემა არის დიდი ქარხანა, სადაც პლანეტები იქნებოდა 4 მილიარდი 600 მილიონი წლის წინ. ამ ქარხანაში იყო ნედლეული, მტვერი, გაზი, ყინული, მაგრამ ეს ნედლეული არ იყო ერთგვაროვანი. ნაწილი მისი მოვიდა ინტერსტელარული სივრციდან, ნაწილი ახლად ჩამოყალიბებული მზის გარშემო არსებული დისკიდან. და როცა ეს მასალები შეერია, მათ შექმნეს პლანეტები და მთვარეები, რომლებიც ინახავენ ამ შერევის ისტორიას. ეხლა მოდით შევხედოთ ენცელადს, სატურნის მცირე მთვარეს, რომელიც დიამეტრით მხოლოდ 502 კილომეტრს შეადგენს. 2010 წელს NASA-ს კასინის ზონდმა გაიარა ენცელადის სამხრეთ პოლუსის გეიზერებში, წყლის ორთქლის ფონტანებში, რომლებიც ამოფრქვევა კოსმოსში 90 კილომეტრის სიმაღლეზე. ზონდმა შეაგროვა ნიმუშები და აღმოაჩინა არა მხოლოდ წყალი, არამედ მეთანი, ამონიაკი და რთული ორგანული მოლეკულები. მაგრამ აქ არის ყველაზე გასაოცარი. ენცელადის წყლის იზოტოპური ხელმოწერა თითქმის იდენტურია მთვარის და ევროპას წყლისა. სამი სხვადასხვა სამყარო, სამი სხვადასხვა ადგილი მზის სისტემაში, მაგრამ ერთი და იგივე ქიმიური წარმოშობა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველა მიიღეს წყალს ერთი და იმავე წყაროდან, კომეტებისა და ასტეროიდების ბომბარდირებიდან, რომელიც მოხდა მზის სისტემის ჩამოყალიბების პირველი რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში. 2026 წელს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის კონფერენციაზე ბერლინში დოქტორმა ლიუ ჯიანმინმა, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პლანეტოლოგმა, წარმოადგინა ახალი თეორია. მან თქვა, რომ გვიან მძიმე ბომბარდირება არ იყო ქაოსური შემთხვევითი მოვლენა. ის იყო ორგანიზებული პროცესი, რომელიც გამოწვეული იყო იუპიტერისა და სატურნის მიგრაციით, გიგანტური პლანეტების გადაადგილებით მათი ორბიტებიდან. როცა ეს პლანეტები გადაადგილდნენ, მათმა გრავიტაციამ შეაშფოთა კუიპერის სარტყელი და ასტეროიდული სარტყელი. მილიარდობით კომეტა და ასტეროიდი გაისროლა შიდა მზის სისტემისკენ. ზოგიერთი მათგანი დაეცა მთვარეზე, ზოგი დედამიწაზე, ზოგი მარსზე, ზოგი კი მოხვდა იუპიტერისა და სატურნის მთვარეებზე. ეს იყო როგორც კოსმოსური თესვა, ერთდროული მიწოდება წყლისა და ორგანული მოლეკულებისა თელმ სისტემაში. ჯიანმინის მოდელი პროგნოზირებს, რომ ამ პერიოდში დედამიწა მიიღო დაახლოებით 30% თავისი წყლისა კომეტებიდან. ეს ნიშნავს, რომ თითოეული 3 მოლეკულიდან ერთი, რომელიც ახლა თქვენს ხელშია, ოდესღაც იყო კუიპერის სარტყელში, ნეპტუნისის ორბიტის მიღმა, სადაც ტემპერატურა არის -230 გრადუსი ცელსიუსი. მაგრამ აქ იწყება კითხვა, რომელიც აღელვებს მეცნიერებს. თუ წყალი და ორგანული მოლეკულები მოვიდა კოსმოსიდან, მაშინ სად არის საზღვარი? სად მთავრდება ჩვენი მასალა და იწყება უცხო მასალა? 2024 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტოს როზეტა მისიამ, რომელმაც შეისწავლა კომეტა ჩურიუმო-გერასიმენკო, აღმოაჩინა რაღაც გასაოცარი. კომეტის ბირთვში იპოვეს გლიცინი, უმარტივესი ამინომჟავა, რომელიც არის ცილების სამშენებლო ბლოკი. ეს იყო პირველი უშუალო მტკიცებულება იმისა, რომ სიცოცხლის ინგრედიენტები არსებობს კომეტებში. მაგრამ ეხლა, მთვარის წყლის ანალიზის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ეს გლიცინი მოხდა არა მხოლოდ კომეტაზე, არამედ დედამიწაზეც და ევროპაზე და ენცელადზე და შესაძლოა ტიტანზე, სატურნის უდიდეს მთვარეზე, რომელსაც აქვს სქელი ატმოსფერო და მეთანის ტბები. დოქტორი ემილი ჰარისონი, რომელმაც ხელმძღვანელობდა მთვარის წყლის ანალიზს, ამბობს: ჩვენ ხედავთ, რომ მზის სისტემა არ არის იზოლირებული კუნძულების კოლექცია. ის არის ურთიერთდაკავშირებული ქსელი, სადაც მასალები მოძრაობენ ერთი სამყაროდან მეორეში. წყალი, რომელიც ახლა მთვარეზეა, შეიძლება ოდესღაც ყოფილიყო ევროპაზე.
ორგანული მოლეკულები, რომლებიც ახლა დედამიწაზეა, შეიძლება ოდესღაც ყოფილიყვნენ ენცელადზე. ჩვენ ყველანი ვართ ნაწილი ერთი დიდი ქიმიური ისტორიისა. ეს პერსპექტივა ცვლის იმას, თუ როგორ ვეძებთ სიცოცხლეს სხვა სამყაროებზე. თუ სიცოცხლის ინგრედიენტები გავრცელებულია მთელ მზის სისტემაში, მაშინ სიცოცხლე შეიძლება გაჩნდეს არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ, დამოუკიდებლად, სხვადასხვა ადგილას. ან, და ეს კიდევ უფრო საინტერესოა, შეიძლება სიცოცხლე გაჩნდა ერთხელ ერთ ადგილას და შემდეგ გავრცელდა სხვა სამყაროებზე ასტეროიდული იმპაქტების საშუალებით. ეს იდეა ცნობილია როგორც პანსპერმია, თეორია, რომ სიცოცხლე შეიძლება გადაადგილდეს ერთი პლანეტიდან მეორეზე. ან მეორეზე. 2009 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა პოლ დევისმა დაადგინა, რომ ზოგიერთი ბაქტერია შეუძლია გადარჩეს კოსმოსურ რადიაციას, ექსტრემალურ ტემპერატურებს და ვაკუუმს მილიონობით წლის განმავლობის განმავლობაში. თუ ასეთი ბაქტერია იყო მარსის ქანებში, რომლებიც გაისროლა კოსმოსში იმპაქტის შედეგად, ის შეიძლება მოხვედრილიყო დედამიწაზე და დაეწყო სიცოცხლე აქ. მაგრამ ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ეს პროცესი შეიძლება მუშაობდეს ორივე მიმართულებით. დედამიწის ბაქტერიები შეიძლება მოხვდნენ მთვარეზე, მარსზე, ან თუნდაც ევროპაზე. და თუ ეს მოხდა, მაშინ სიცოცხლე, რომელსაც ჩვენ ვიპოვით იქ, შეიძლება არ იყოს უცხო. ის შეიძლება იყოს ჩვენი ნათესავი, შორეული ბიძაშვილი, რომელიც გაიყო ჩვენგან მილიარდობით წლის წინ. 2026 წელს NASA-მ გამოაცხადა ახალი მისია, ევროპა კლიპერი, რომელიც გაიშვება 2029 წელს და მიაღწევს იუპიტერს 2035 წელს. 15 წელს. ამ ზონს ექნება ინსტრუმენტები, რომლებიც შეძლებენ ევროპას ზედაპირიდან გამოფრქვეული წყლის ორთქლის დეტალურ ანალიზს. მეცნიერები ეძებენ არა მხოლოდ იზოტოპებს, არამედ ბიოსიგნატურებსაც, ქიმიურ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებენ სიცოცხლეზე. რას ეძებენ კონკრეტულად? პირველ რიგში მეთანს. დედამიწაზე მეთანის უმეტესობა წარმოიქმნება ბიოლოგიური პროცესებით, ბაქტერიების მიერ, რომლებიც ცხოვრობენ ჭაობებში, ოკეანის ფსკერზე, ცხოველების საჭმლის მომნელებელ სისტემაში. თუ ევროპას ოკეანეში იპოვება მეთანი, ეს იქნება ძლიერი მინიშნება, რომ იქ შეიძლება არსებობდეს მიკრობული სიცოცხლე. მეორე, ფოსფინი. ეს არის გაზი, რომელიც დედამიწაზე წარმოიქმნება მხოლოდ ინდუსტრიული პროცესებით ან ანაერობული ბაქტერიების მიერ. 2021 წელს ასტრონომებმა გამოაცხადეს, რომ იპოვეს ფოსფინი ვენერას ატმოსფეროში. ეს გამოწვდა დიდი დებატები. ზოგიერთი მეცნიერი ამბობდა, რომ ეს არის სიცოცხლის ნიშანი, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ ის შეიძლება იყოს ვულკანური აქტივობის შედეგი. მაგრამ თუ ფოსფინი იპოვება ევროპაზე, სადაც არ არის ვულკანები, ეს იქნება გაცილებით უფრო ძლიერი არგუმენტი. მესამე, ამინომჟავები. ეს არის ცილების სამშენებლო ბლოკები. დედამიწაზე არსებობს 22 სტანდარტული ამინომჟავა, რომლებიც გამოიყენება ყველა ცოცხალი ორგანიზმის მიერ. მაგრამ ქიმიურად შესაძლებელია ასობით სხვადასხვა ამინომჟავა. თუ ევროპაზე იპოვება ამინომჟავები, რომლებიც იდენტურია დედამიწისა, ეს მიუთითებს საერთო წარმოშობაზე. მაგრამ თუ იპოვება სხვა ამინომჟავები, ეს იქნება მტკიცებულება დამოუკიდებელი ბიოქიმიისა, სიცოცხლისა, რომელიც განვითარდა სრულიად განსხვავებული გზით. დოქტორი რობერტ პაპალარდო, ევროპა კლიპერის პროექტის მეცნიერი ამბობს: ჩვენ არ ვიცით, რას ვიპოვით, მაგრამ ვიცით, რომ ევროპას აქვს ყველა ინგრედიენტი სიცოცხლისთვის: წყალი, ენერგია მოქცევითი გათბობიდან და ორგანული მოლეკულები. თუ სიცოცხლე არ არსებობს იქ, მაშინ ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რატომ არა? რა აკლია? ახლა მოდით დაუბრუნდეთ მთვარეს. რადგან ეს აღმოჩენა არ არის მხოლოდ აკადემიური ინტერესი, მას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა, რომელიც შეცვლის კოსმოსური კვლევის მომავალს. 2025 წელს NASA-მ გამოაცხადა არტემის პროგრამა. გეგმა, რომელიც გულისხმობს მუდმივი ბაზის შექმნას მთვარის სამხრეთ პოლუსზე 2029 წლისთვის. ამ ბაზის ერთ-ერთი მთავარი მიზანია წყლის მოპოვება მთვარის ყინულიდან. მაგრამ ახლა, ახალი აღმოჩენის შემდეგ, ეს წყალი ღირს გაცილებით მეცს, ვიდრე უბრალოდ სასმელი წყალი ასტრონავტებისთვის. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ მთვარის ბაზაზე. თქვენ იღებთ წყალს კრატერიდან. მაგრამ ეს წყალი არ არის უბრალოდ H2O. ის შეიცავს დეიტერიუმს, წყალბადის იზოტოპს, რომელიც არის ძალიან ღირებული რესურსი. დეიტერიუმი გამოიყენება ბირთვულ რეაქტორებში, სამედიცინო კვლევებში, მოწინავე მასალების წარმოებაში. დედამიწაზე 1 კილოგრამი დეიტერიუმი ღირს დაახლოებით $6,000. მთვარეზე არის მილიარდობით კილოგრამი. მაგრამ ეს ისევ არ არის ყველაფერი. წყალი შეიძლება დაიშალოს წყალბადად და ჟანგბადად ელექტროლიზის საშუალებით. წყალბადი არის საწვავი რაკეტებისთვის. ჟანგბადი არის სასუნთქი ჰაერი ასტრონავტებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მთვარე შეიძლება გახდეს საწვავის სადგური, ადგილი, სადაც კოსმოსური ხომალდები შეძლებენ გავსებას მარსისკენ, ასტეროიდული სარტყლისკენ,
ან თუნდაც იუპიტერის მთვარეებისკენ მიმავალ გზაზე. 2026 წელს SpaceX-ის დამფუძნებელმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ მთვარის წყალი არის გასაღები მარსისკენ. მან ახსნა: თუ ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ხომალდი მარსზე დედამიწიდან, ჩვენ უნდა ავიტანოთ ყველა საწვავი ჩვენთან. მაგრამ თუ ჩვენ შევჩერდებით მთვარეზე და გავავსებთ იქ, ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ ტვირთის მასა ორჯერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ მეტი მეცნიერული აღჭურვილობის, მეტი მასალის, მეტი ადამიანის გაგზავნას. მაგრამ აქ არის ეთიკური კითხვა, რომელიც იწყებს აღელვებას მეცნიერებს. უნდა ამოვიღოთ თუ არა ეს წყალი, რადგან ის არ არის უბრალოდ რესურსი, ის არის სამეცნიერო არქივი, ერთადერთი ადგილი მზის სისტემაში, სადაც შემორჩენილია უცვლელი ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა პლანეტები. დოქტორი ემილი ჰარისონი ამბობს: ეს არის როგორც ძველი ბიბლიოთეკა. თქვენ შეგიძლიათ დაწვათ წიგნები გათბობისთვის, მაგრამ მაშინ თქვენ დაკარგავთ ცოდნას, რომელიც არასოდეს აღდგება. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიყენებთ მთვარის რესურსებს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნაწილი მისი ყინულისა შესასწავლად, სანამ ის დაბინძურდება ან განადგურდება. 2025 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს საერთაშორისო ხელშეკრულებას მთვარის რესურსების გამოყენების შემოყენის შესახებ. ეს ხელშეკრულება, რომელსაც უწოდებენ არტემის შეთანხმებას, ითხოვს, რომ ყველა ქვეყანამ, რომელიც ამოიღებს რესურსებს მთვარიდან, უნდა დატოვოს ნაწილი მისი ყინულისა შესასწავლად და უნდა გააზიაროს მონაცემები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან. მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ხშირად იგნორირებულია: ფსიქოლოგიური გავლენა. როცა ასტრონავტები დადიან მთვარეზე და იცოდნენ, რომ წყალი, რომელსაც ისინი სვამენ, მოვიდა კუიპერის სარტყლიდან, რომ ის იყო კომეტებში მილიარდობით წლის წინ, ეს ცვლის მათ აღქმას საკუთარი ადგილის შესახებ სამყაროში. დოქტორი ნიკოლ სტოტი, ყოფილი NASA-ს ასტრონავტი, რომელმაც გაატარა 6 თვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ამბობს: როცა თქვენ უყურებთ დედამიწას კოსმოსიდან, თქვენ ხედავთ, რომ არ არის საზღვრები, არ არის ქვეყნები, არის მხოლოდ ერთი პლანეტა, ერთი ეკოსისტემა, ერთი ადამიანობა. მაგრამ როცა თქვენ გაიგებთ, რომ ეს პლანეტა დამზადებულია მასალებიდან, რომლებიც მოვიდა ვარსკვლავებიდან, თქვენ იწყებთ გრძნობას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა, კოსმოსური ისტორიისა, რომელიც გრძელდება მილიარდობით წლის განმავლობაში. ეს პერსპექტივა, იდეა, რომ ჩვენ ვართ დამზადებულები ვარსკვლავების მთვრისგან და კომეტების ყინულისგან, არ არის ახალი. ცნობილი ასტრონომი კარლ საგანი ამბობდა: ჩვენ ვართ ვარსკვლავების ნივთიერება, რომელიც ფიქრობს ვარსკვლავებზე. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს კონკრეტული, გაზომადი მტკიცებულება ამისა. ჩვენ შეგვიძლია უთხრათ: ეს ატომი თქვენ სხეულში მოვიდა კომეტიდან. ეს მოლეკულა იყო ინტერსტელარულ სივრცეში. ეს წყალი იყო კუიპერის სარტყელში. მაგრამ სანამ ჩვენ ვისაუბრებთ მომავალზე, მოდით გავიგოთ, რას ნიშნავს ეს აღმოჩენა იმ ფუნდამენტური კითხვებისთვის, რომლებსაც კაცობრიობა სვამს ათასობით წლის განმავლობაში. რადგან მთვარის წყალი არ არის უბრალოდ სამეცნიერო ფაქტი, ის არის ფანჯარა. ფანჯარა დროში, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ იქმნება სამყაროები, როგორ ვრცელდება სიცოცხლე და რატომ არის ჩვენი არსებობა ერთდროულად შემთხვევითი და გარდაუვალი. 2026 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის დეპარტამენტში პროფესორმა ალან გუთმა, ინფლაციური სამყაროს თეორიის ერთ-ერთმა შემქმნელმა, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ის აანალიზებდა მთვარის წყლის აღმოჩენის კოსმოლოგიურ მნიშვნელობას. მან დაწერა: ჩვენ ვფიქრობდით, რომ პლანეტების ჩამოყალიბება არის ლოკალური პროცესი. თითოეული მზის სისტემა იქმნება თავისი მასალებიდან, იზოლირებულად. მაგრამ ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ეს არ არის ასე. მასალები მოძრაობენ ვარსკვლავებს შორის. ისინი გადაადგილდებიან გალაქტიკებში. ეს ნიშნავს, რომ სამყარო არ არის კოლექცია იზოლირებული კუნძულებისა. ის არის ქსელი, უზარმაზარი, ურთიერთდაკავშირებული ქსელი, სადაც ყველაფერი გავლენას ახდენს ყველაფერზე. ეს იდეა, ურთიერთდაკავშირებულობა, ხდება კიდევ უფრო საინტერესო, როცა ჩვენ ვიწყებთ ფიქრს დროის მასშტაბებზე. მოდით გავაკეთოთ მენტალური ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაადევნოთ ერთი წყლის მოლეკულა, 1H2O, მისი მთელი ისტორიის განმავლობაში. დაიწყეთ ახლა. ეს მოლეკულა არის თქვენს სხეულში, შესაძლოა თქვენს თავის ტვინში, ნეირონში, რომელიც ამწამს ამუშავებს ამ სიტყვებს. ერთი კვირის წინ ის იყო წყალში, რომელიც თქვენ დალიეთ. ერთი თვის წინ ღრუბელში ატლანტის ოკეანეზე. ერთი წლის წინ შესაძლოა ამაზონის ტყეში, ხის ფოთოლში. 10 წლის წინ ალბათ ოკეანის ფსკერზე, 2 კილომეტრის სიღრმეზე. მაგრამ გააგრძელეთ უკან. 100 წლის წინ ეს მოლეკულა შეიძლება იყო ყინულში ანტარქტიდაზე. 1000 წლის წინ მდინარეში ევროპაში. 10,000 წლის წინ ყინულოვან ხანაში, გლაციერში, რომელიც ფარავდა ჩრდილოეთ ამერიკას. ახლა გადადით უფრო შორს.
1 მილიონი წლის წინ ეს მოლეკულა შეიძლება იყო ვულკანურ ორთქლში. 10 მილიონი წლის წინ ქვეშ, მანტიაში, სადაც ტემპერატურა აღწევს 1000 გრადუს ცელსიუსს. 100 მილიონი წლის წინ შესაძლოა დინოზავრის სხეულში, მაგრამ არ გაჩერდეთ. 1 მილიარდი წლის წინ ეს მოლეკულა იყო ოკეანეში, რომელიც ფარავდა დედამიწას, როცა ერთადერთი სიცოცხლე იყო ბაქტერიები. 2 მილიარდი წლის წინ ატმოსფეროში, რომელსაც არ ჰქონდა ჟანგბადი. 3 მილიარდი წლის წინ ვულკანურ გაზში, რომელიც ამოფრქვეული იყო ახალდაზრდა პლანეტის ზედაპირიდან. და ახლა გადამწყვეტი ნახტომეთი. ნახტომი. 4 მილიარდი წლის წინ ამ მოლეკულამ შესაძლოა არ იყო დედამიწაზე საერთოდ. ის შეიძლება იყო კომეტაში, რომელიც მოძრაობდა კუიპერის სარტყელში. 5 მილიარდი წლის წინ ინტერსტელარულ ღრუბელში, საიდანაც ჩამოყალიბდა მზის სისტემა. 6 მილიარდი წლის წინ შესაძლოა სხვა ვარსკვლავის გარშემო, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ეს არ არის ფანტაზია, ეს არის ფიზიკა. ატომები არ იქნება და არ ქრება, ისინი მხოლოდ გადაადგილდებიან, რეკომბინირდებიან, იცვლიან ფორმას. თითოეული ატომი თქვენ სხეულში არის უკვდავი, არა იმ გაგებით, რომ ის არასოდეს იცვლება, არამედ იმ გაგებით, რომ ის არასოდეს ქრება. ის იყო აქ მზის სისტემის დაბადებამდე. ის იქნება აქ მზის სიკვდილის შემდეგაც. 2024 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ავი ლოებმა გამოთვალა, რომ საშუალო ადამიანის სხეული შეიცავს დაახლოებით 7 ოქტილიონ ატომს. ეს არის 7, რომელსაც მოსდევს 27 ნული. ამ ატომებიდან დაახლოებით 6 ოქტილიონი არის წყალბადი, ჟანგბადი და ნახშირბადი. და ლოების გამოთვლებით, დაახლოებით 1% ამ ატომებისა, ეს არის 7 ჰექსილიონი ატომი, მოვიდა ინტერსტელარული სივრციდან, კომეტებისა და ასტეროიდების საშუალებით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ სხეულში ახლა არის დაახლოებით 70 ტრილიონი ატომი, რომლებიც ოდესღაც იყო კუიპერის სარტყელში. 70 ტრილიონი ატომი, რომლებიც გაიარეს მილიარდობით კილომეტრი, გადალახეს მილიარდობით წელი, გადარჩნენ კოსმოსურ რადიაციას, ექსტრემალურ ტემპერატურებს, შეჯახებებს და ახლა ისინი არიან თქვენში. კითხულობენ ამ სიტყვებს. მაგრამ აქ არის კიდე უფრო გასაოცარი რამ. ეს ატომები არ არის უბრალოდ პასიური მგზავრები. ისინი არიან აქტიური მონაწილეები თქვენს სიცოცხლეში. ისინი ქმნიან თქვენს დნემს, თქვენს ცილებს, თქვენს ნეირონებს. ისინი არიან ის მასალა, საიდანაც დამზადებულია თქვენი მეხსიერება, თქვენი აზრები, თქვენი გრძვენი გრძნობები. დოქტორი ემილი ჰარისონი ამბობს: როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანები დამზადებულნი არიან ვარსკვლავების მთვრისგან, ეს არ არის პოეტური მეტაფორა. ეს არის ბუქვალური ფაქტი. თითოეული ნახშირბადის ატომი თქვენ სხეულში ჩამოყალიბდა ვარსკვლავის ბირთვში, მილიარდობით წლის წინ. თითოეული ჟანგბადის ატომი შეიქმნა სუპერნოვას აფეთქებაში. და ახლა ჩვენ ვიცით, რომ თითოეული წყლის მოლეკულა შეიძლება მოგზაურობდა კომეტებში, სანამ მოხდებოდა დედამიწაზე. ჩვენ არ ვართ უბრალოდ სამყაროში, ჩვენ ვართ სამყარო, მცირე, თვითშემეცნებადი ნაწილი კოსმოსური ისტორიისა. ახლა მოდით გადავიდეთ სხვა მასშტაბზე. რადგან მთვარის წყლის აღმოჩენა არ ცვლის მხოლოდ ჩვენს გაგებას წარსულის შესახებ, ის ცვლის ჩვენს პერსპექტივას მომავლის შესახებაც. 2026 წელს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გამოაცხადა ახალი მისია. Lunar Voltiles Explorer. ზონდი, რომელიც გაიშვება 2028 წელს და დაეშვება მთვარის სამხრეთ პოლუსზე 2029 წელს. ამ მისიის მიზანია არა მხოლოდ წყლის შესწავლა, არამედ მისი ამორებაც. პირველი ექსპერიმენტი, რომელიც გამოსცდის ტექნოლოგიას მთვარის ყინულის გადამუშავებისთვის. როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია? წარმოიდგინეთ რობოტი, რომელიც გავს მცირე ექსკავატორს. ის შედის კრატერში, სადაც ტემპერატურა არის -230 გრადუსი ცელსიუსი. ის იღებს ნიმუშს ყინულიდან, დაახლოებით 1 კილოგრამს. შემდეგ ის აცხელებს ამ ყინულს სპეციალურ კამერაში. ყინული დნება, იქცევა წყლად, შემდეგ ორთქლად. ეს ორთქლი გადის ელექტროლიზურ უჯრედში, სადაც ის იშლება წყალბადად და ჟანგბადად. წყალბადი ინახება როგორც საწვავი, ჟანგბადი როგორც სასუნთქი ჰაერი. მაგრამ აქ არის საინტერესო დეტალი. პროცესის დროს რჩება დეიტერიუმი, წყალბადის მძიმე იზოტოპი, რომელიც არის უფრო ღირებული ვიდრე ოქრო. ეს დეიტერიუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბირთვულ რეაქტორებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიას მთვარის ბაზისთვის. დოქტორი ჟან-პიერ ბიბრინგი, Lunar Voltiles Explorer-ის სამეცნიერო ხელმძღვანელი ამბობს: ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ ამოვიღოთ წყალი და გამოვიყენოთ ის. ჩვენ ვაპირებთ შევისწავლოთ ის, გავიგოთ მისი ისტორია და მხოლოდ შემდეგ ძალიან ფრთხილად გამოვიყენოთ ნაწილი მისი. ეს არის როგორც არქეოლოგიური გათხრები. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ ამოთხაროთ ყველაფერი. თქვენ უნდა დოკუმენტირება გაუკეთოთ ყველაფერს, შეინარჩუნოთ ნიმუშები, გააზიაროთ მონაცემები.
მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ხშირად იგნორირებულია – ფილოსოფიური მნიშვნელობა. როცა ჩვენ ვიცქებთ გამოყენებას მასალებისა, რომლებიც არის უფრო ძველი ვიდრე დედამიწა, ეს ცვლის ჩვენს ურთიერთობას დროსთან. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ასტრონავტი მთვარის ბაზაზე. თქვენ სვამთ წყალს, რომელიც ამოღებულია კრატერიდან, მაგრამ ეს წყალი არ არის უბრალოდ აიჩიორ. ის არის დროის მანქანა. თითოეული ყუდრო, რომელსაც თქვენ მირებთ, შეიცავს მოლეკულებს, რომლებიც იყო კუიპერის სარტყელში, როცა დედამიწა ჯერ კიდევ არ არსებობდა. მოლეკულებს, რომლებიც იყო ინტერსტელარულ სივრცეში, როცა მზე ჯერ კიდევ არ დაბადებულა. მოლეკულებს, რომლებიც შესაძლოა იყოს სხვა ვარსკვლავის პლანეტებზე მილიარდობით წლის წინ. ეს პერსპექტივა, იდეა, რომ ჩვენ ურთიერთობთ მასალებთან, რომლებიც არის უფრო ძველი ვიდრე ჩვენი პლანეტა, სulis ჩვენს გაგებას დროის შესახებ. ჩვენ ჩვეულებრივ ვფიქრობთ დროზე როგორც წრფივ პროგრესიაზე, წარსული, აწმყო, მომავალი. მაგრამ ატომურ დონეზე დრო არ მუშაობს ასე. ატომები არ ბერდებიან, ისინი არ იცვლებიან, ისინი მხოლოდ გადაადგილდებიან, რეკომბიბიან, რეკომბინირდებიან, ქმნიან ახალ სტრუქტურებს. 2025 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორმა ნიკ ბოსტრომმა გამოაქვეყნა ესე სახელწოდებით ატომური უკვდავება. მან დაწერა: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვხვდებით, რადგან ჩვენი სხეულები იშლება. მაგრამ ატომები, საიდანაც ჩვენ ვართ დამზადებულნი, არ გვხვდებიან. ისინი უბრალოდ გადადიან სხვა ფორმებში. ნახშირბადი, რომელიც ახლა თქვენს დნმ-შია, ხვალ შეიძლება იყოს ხეში, მომავალ წელს ოკეანეში. 100 წლის შემდეგ სხვა ადამიანის სხეულში. მილიონი წლის შემდეგ შესაძლოა სხვა პლანეტაზე. ამ გაგებით ჩვენ ვართ უკვდავნი, არა როგორც ინდივიდები, არამედ როგორც მასალა, როგორც ნაწილი კოსმოსური ციკლისა. ეს იდეა არ არის ახალი. ბუდისტურ ფილოსოფიაში არსებობს კონცეფცია ანატა, არათვითობა. იდეა, რომ არ არსებობს მუდმივი უცვლელი მე. ჩვენ ვართ მხოლოდ დროებითი კონფიგურაცია ელემენტებისა, რომლებიც მუდმივად იცვლება. ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ჰერაკლიტე ამბობდა: თქვენ ვერ შეხვალთ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ, რადგან მდინარე მუდმივად იცვლება და თქვენც მუდმივად იცვლებით. მაგრამ ეხლა ჩვენ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულება ამ ფილოსოფიური იდეებისა. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ თუ როგორ მოძრაობენ ატომები თქვენს სხეულში. ჩვენ ვიცით, რომ საშუალოდ თქვენი სხეულის ყველა ატომი იცვლება დაახლოებით 7 წელიწადში ერთხელ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, რომელიც გითხულობთ ამ სიტყვებს ახლა, ფიზიკურად არ ხართ იგივე პიროვნება, რომელიც იყავით 7 წლის წინ. თქვენ ხართ სრულიად განსხვავებული ატომების კოლექცია. მაგრამ აქ არის პარადოქსი. თუ თქვენი ყველა ატომი შეიცვალა, რატომ გრძნობთ, რომ თქვენ ხართ იგივე პიროვნება? პასუხი მდგომარეობს არა ატომებში, არამედ ნიმუშში, ინფორმაციაში, რომელიც კოდირებულია თქვენს დნმ-ში, თქვენს ნეირონულ კავშირებში, თქვენს მეხსიერებაში. თქვენ ხართ არა მასალა, არამედ ორგანიზაცია მასალისა. თქვენ ხართ ნიმუში, რომელიც ინარჩუნებს საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ მასალა მუდმივად იცვლება. ეს იდეა, რომ ჩვენ ვართ ნიმუშები, არა მასალა, არის ფუნდამენტური ბიოლოგიისთვის, ნეიროლოგიისთვის და ახლა კოსმოლოგიისთვისაც. რადგან თუ ჩვენ ვართ ნიმუშები, მაშინ ჩვენ შეგვიძლია არსებობა სხვადასხვა მასალაში. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ერთი სხეულიდან მეორეში, ერთი პლანეტიდან მეორეზე, ერთი ფორმიდან მეორეში და მაინც დავრჩეთ ჩვენ. 2023 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეიროლოგმა კრისტოფ კოხმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანის მეხსიერება არ არის შენახული კონკრეტულ ნეირონებში. ის არის შენახული ნიმუშში, კავშირების ქსელში ნეირონებს შორის. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად, თუ თქვენ შეძლებდით გადაიტანოთ ეს ნიმუში სხვა სუბსტრატში, მაგალითად კომპიუტერში, თქვენი მეხსიერება, თქვენი პიროვნება, თქვენი მე გადარჩებოდა. ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს არის აქტიური კვლევის სფერო, რომელსაც უწოდებენ მთელი ტვინის ემულაციას. და მთვარის თლის აღლის აღმოჩენა ამატებს ახალ განზომილებას ამ კვლევას. რადგან თუ ჩვენ შეგვიძლია არსებობა სხვადასხვა მასალაში, მაშინ ჩვენ შეგვიძლია არსებობა მასალაში, რომელიც მოდის სხვადასხვა ნაწილებიდან სამყაროსი. წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ მთვარეზე, მარსზე, ევროპაზე, ენცელადზე. მათი სხეულები დამზადებულია ლოკალური მასალებისგან, წყლისგან, რომელიც ამოღებულია ტინულიდან, მინერალებისგან, რომლებიც მოპოვებულია ქანებიდან, მაგრამ ეს მასალები მოდის სხვადასხვა წყაროებიდან. ზოგიერთი კუიპერის სარტყლიდან, ზოგი ასტეროიდული სარტყლიდან, ზოგი ინტერსტელარული სივრციდან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც დაიბადებიან მთვარეზე, იქნებიან ფიზიკურად განსხვავებულნი ადამიანებისგან, რომლებიც დაიბადნენ დედამიწაზე. მათი ატომები ექნებათ განსხვავებული ისტორია, განსხვავებული წარმოშობა. მაგრამ ისინი მაინც იქნებიან ადამიანები, იგივე ნიმუში, იგივე ორგანიზაცია, იგივე შემეცნება, მხოლოდ განსხვავებულ მასალაში.
დოქტორი ემილი ჰარისონი ამბობს, ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ მთვარის წყლის აღმოჩენიდან. ჩვენ არ ვართ დედამიწის მოქალაქეები, ჩვენ ვართ კოსმოსის მოქალაქეები. ჩვენი მასალები მოდის ვარსკვლავებიდან, კომეტებიდან, ინტერსტელარული სივრციდან. და როცა ჩვენ გავრცელდებით სხვა სამყაროებზე, ჩვენ მივიღებთ ახალ მასალებს, ახალ ატომებს, მაგრამ დარჩებით ჩვენ, იგივე ნიმუში, იგივე შემეცნება, იგივე ცნობის მოყვარეობა, რომელიც აიძულებს ჩვენ ვიკვლიოთ, ავაშენოთ, შევქმნათ. ეხლა მოდით დაუბრუნდეთ კონკრეტულ მეცნიერებას. რადგან მთვარის წყლის აღმოჩენა არ არის მხოლოდ ფილოსოფიური საკითხი, ის არის პრაქტიკული გამოწვევა, რომელიც მოითხოვს ახალ ტექნოლოგიებს, ახალ მეთოდებს, ახალ გზებს ფიქრისა. 2026 წელს NASA-მ დაიწყო პროგრამა სახელწოდებით Lunar Resource Prospector. ინიციატივა, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტებს, კერძო კომპანიებს და საერთაშორისო პარტნიორებს მთვარის რესურსების შესასწავლად და გამოსაკენებლად. ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შექმნას რობოტული სისტემები, რომლებიც შეძლებენ ამოიღონ წყალი მთვარის კრატერებიდან, გადაამუშავონ ის და გამოიყენონ როგორც საწვავი, სასუნთქი ჰაერი და სასმელი წყალი. მაგრამ აქ არის ტექნიკური გამოწვევა. როგორ ამოიღოთ ყინული ადგილას, სადაც ტემპერატურა არის -220 გრადუსი ცელსიუსი, სადაც არ არის მზის სხივები, სადაც გრავიტაცია არის 6-ჯერ უფრო სუსტი ვიდრე დედამიწაზე. ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა გათხრა ან დრილინგი, არ მუშაობს, რადგან ყინული არის ძალიან მყარი და ძალიან ცივი. ამიტომ ინჟინრები ავითარებენ ახალ მიდგომებს. ერთი მათგანია მიკროტალღური გათბობა. წარმოიდგინეთ რობოტი, რომელსაც აქვს მიკროტალღური გამოსხივება, როგორც თქვენს სამზარეულოს მიკროტალღურ ღუმელში, მაგრამ გაცილებით ძლიერი. ეს რობოტი მიემართება ყინულს და იწყებს მის გათბობას შიგნიდან. ყინული დნება, იქცევა წყლად, რომელიც შემდეგ შეიწოვება ვაკუუმური სისტემით. მეორე მიდგომა არის ქიმიური ექსტრაქცია. ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, მაგალითად ამონიაკი, შეუძლია დაშალოს წყლის მოლეკულები ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. რობოტი შეიძლება შეასხუროს ამონიაკი ყინულზე, დაელოდოს რეაქციას და შემდეგ შეაგროვოს გამოთავისუფლებული წყალბადი და ჟანგბადი. მესამე მიდგომა არის მექანიკური დაქუცმაცება. წარმოიდგინეთ რობოტი, რომელსაც აქვს ძლიერი ბრჭყალები, რომლებიც შეუძლიათ დაქუცმაცონ ყინული პატარა ნაწილებად. ეს ნაწილები შემდეგ გადადის სპეციალურ კამერაში, სადაც ისინი ნელად ფება და დნება. 2025 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც ისინი ტესტირებდნენ ამ სამივე მეთოდს ლაბორატორიულ პირობებში, რომლებიც იმიტირებდა მთვარის სამხრეთ პოლუსს. შედეგები აჩვენა, რომ მიკროტალღური გათბობა იყო ყველაზე ეფექტური. ის შეძლო ამოეღო 90% წყლის ყინულიდან, მხოლოდ 10% ენერგიის დანაკარგით. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი გამოწვევა. როგორ უზრუნველყოთ ენერგია ამ პროცესისთვის? მთვარის სამხრეთ პოლუსზე არის რეგიონები, რომლებსაც უწოდებენ მარადიული სინათლის მწვერვალებს. ადგილები, სადაც მზის სხივები აღწევს თითქმის მუდმივად. ამ მწვერვალებზე შეიძლება დამონტაჟდეს მზის პანელები, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიას რობოტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ქვემოთ კრატერებში. მაგრამ მზის პანელები არ არის საკმარისი. ღამე, რომელიც მთვარეზე გრძელდება 14 დედამიწის დღე-ღამეს, მზის სხივები ქრება. ამიტომ ინჟინრები ავითარებენ ბირთვულ რეაქტორებს, რომლებიც შეძლებენ უზრუნველყონ მუდმივი ენერგია. ეს რეაქტორები გამოიყენებენ არა ურანიუმს, არამედ თორიუმს, ელემენტს, რომელიც უფრო უსაფრთხოა და უფრო გავრცელებულია მთვარის ქანებში. 2026 წელს ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადურმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ისინი ავითარებენ მცირე თორიუმის რეაქტორს, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს 10 კილოვატი ენერგიას, საკმარის მცირე მთვარული ბაზისთვის. ეს რეაქტორი იქნება ავტონომიური, არ მოითხოვს ადამიანის ჩარევას და შეძლებს მუშაობას 20 წლის განმავლობაში გადატენის გარეშე. მაგრამ ენერგია არ არის ერთადერთი გამოწვევა. არის კიდევ ერთი, უფრო ფუნდამენტური პრობლემა. როგორ დავიცვათ მთვარის ყინული დაბინძურებისგან? რადგან როცა რობოტები იწყებენ მუშაობას კრატერებში, ისინი გამოყოფენ სითბოს, მტვერს, ქიმიურ ნივთიერებებს. ეს შეიძლება შეცვალოს ყინულის ქიმიური შემადგენლობა, გააფუჭოს მისი სამეცნიერო ღირებულება. ამიტომ მეცნიერები ითხოვენ, რომ პირველი მისიები იყოს არა ინდუსტრიული, არამედ სამეცნიერო. პირველ რიგში უნდა შეისწავლოს ყინული, გაკეთდეს დეტალური ანალიზი, შეგროვდეს ნიმუშები. მხოლოდ შემდეგ, როცა ჩვენ გვექნება სრული გაგება მისი შემადგენლობისა და ისტორიისა, შეიძლება დაიწყოს ინდუსტრიული ამოღება. დოქტორი ემილი ჰარისონი ამბობს, ეს არის როგორც არქეოლოგიური გათხრები. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ შეხვიდეთ ბულდოზერით და ამოთხაროთ ყველაფერი. თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, მეთოდურად, პატივისცემით. რადგან ეს ყინული არის არა მხოლოდ რესურსი, ის არის ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ინახავს ინფორმაციას მზის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ. თუ ჩვენ გავანადგურებთ მას, ჩვენ დავკარგავთ ამ ინფორმაციას სამუდამოდ.
მაგრამ აქ სწორედ ამ წერტილში, სადაც მეცნიერება ხვდება ეთიკას, სადაც ტექნოლოგია ხვდება ფილოსოფიას, იწყება ყველაზე რთული საუბარი. რადგან კითხვა აღარ არის შეგვიძლია თუ არა. კითხვა ახლა არის უნდა თუ არა. და ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს არა მხოლოდ მთვარის მომავალს, არამედ ჩვენს მომავალსაც როგორც სახეობისა. 2026 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კოსმოსური სამართლის კომიტეტმა მოიწვია 50 ქვეყნის წარმომადგენლები ვენაში, უპრეცედენტო დისკუსიისთვის. დღის წესრიგში იყო ერთი თემა: ვის ეკუთვნის მთვარის წყალი. ეს შეხვედრა გაგრძელდა 2 კვირის განმავლობაში. და რაც უფრო ღრმად ჩაძირებოდნენ დელეგატები დისკუსიაში, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ეს არ იყო იურიდიული კითხვა, ეს იყო ფილოსოფიური კრიზისი. წარმოიდგინეთ დებატები. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ამბობს: ჩვენ ვაპირებთ ინვესტირებას მილიარდობით დოლარისა მთვარის ბაზის აშენებაში. ჩვენ გჭირდება გარანტია, რომ ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ლოკალური რესურსები. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პროექტი ხდება ეკონომიკურად შეუძლებელი. ჩინეთის წარმომადგენელი პასუხობს: მაგრამ მთვარე არ არის terra nulliusი, არავისი მიწა. ის არის საერთო მემკვიდრეობა კაცობრიობისა. თუ ერთი ქვეყანა დაიწყებს ინდუსტრიულ ამოღებას, ეს შექმნის პრეცედენტს. მალე ყველა დაიწყებს რბოლას რესურსებისთვის და ვინ დაიცავს მთვარის გარემოს. ევროპული კავშირის წარმომადგენელი ამატებს: ჩვენ უნდა გავიხსენოთ ისტორია. როცა ევროპელები აღმოაჩინეს ამერიკა, ისინი თვლიდნენ, რომ მათ აქვთ უფლება აიღონ ყველაფერი, რაც იპოვეს. შედეგი იყო გენოციდი, ეკოლოგიური კატასტროფა, კულტურების განადგურება. ჩვენ არ შეგვიძლია გავიმეოროთ ეს შეცდომა კოსმოსში. მაგრამ აქ ინდოეთის წარმომადგენელი სვამს კითხვას, რომელიც ცვლის მთელ დისკუსიას. მაგრამ ვინ არის მსხვერპლი ამ შემთხვევაში? ამერიკაში იყვნენ ადიგენა ხალხები. მთვარეზე არ არის არავინ. არ არის ეკოსისტემა, რომელიც უნდა დავიცვათ. არ არის სიცოცხლე, რომელიც უნდა დავიცვათ. ან არის. ეს კითხვა არის თუ არა მთვარეზე რაიმე, რაც ღირს დაცვას, ხდება ცენტრალური. და აქ იწყება რაღაც გასაოცარი. მეცნიერები იწყებენ საუბარს არა იურიდიულ ტერმინებში, არამედ ეთიკურ კატეგორიებში. ისინი იწყებენ კითხვას: რა აქვს ღირებულება? მხოლოდ სიცოცხლე, მხოლოდ შემეცნება. თუ შეიძლება ღირებულება კონდეს რაღაცა სულება, კონდეს რაღაცას, რაც არ არის ცოცხალი, მაგრამ ინახავს ისტორიას. დოქტორი თომას ნაგელი, პრინსტონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, რომელიც მოწვეული იყო როგორც ექსპერტი, ამბობს: ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ ცოცხალი ორგანიზმები. ჩვენ გვაქვს ბიოეთიკა, გარემოს დაცვითი კანონები. მაგრამ როგორ დავიცვათ რაღაც, რაც არ არის ცოცხალი, მაგრამ არის უნიკალური? იკალური. მთვარის ყინული არ არის ორგანიზმი, მაგრამ ის არის ერთადერთი ადგილი მზის სისტემაში, სადაც შემორჩენილია უცვლელი ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა პლანეტები. თუ ჩვენ გავანადგურებთ მას, ჩვენ დავკარგავთ ინფორმაციას, რომელიც არასოდეს არ დგება. ეს არის როგორც წიგნის დაწვა, წიგნისა, რომელიც დაწერილია ენაზე, რომელსაც ჯერ კიდევ სწავლობთ. მაგრამ აქ ბრაზილიის წარმომადგენელი სვამს კონტრარგუმენტს. მაგრამ ინფორმაცია არ არის ღირებულება თავისთავად. ინფორმაცია ღირებულია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ემსახურება ადამიანებს. თუ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ინფორმაციის შენარჩუნაციის შენარჩუნებას და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას შორის, მაგალითად, თუ მთვარის წყალი საჭიროა მარსის კოლონიზაციისთვის, რომელიც შეიძლება გახდეს სადაზვერვო პოლისი კაცობრიობისთვის, მაშინ არჩევანი უნდა იყოს ნათელი. და აქ დისკუსია აღწევს კულმინაციას. რადგან ეს არ არის კითხვა მთვარის შესახებ. ეს არის კითხვა იმის შესახებ, თუ აშესახებ, თუ რა ვართ ჩვენ როგორც სახეობა. ვართ თუ არა ჩვენ მხოლოდ მომხმარებლები, არსებები, რომლებიც იყენებენ რესურსებს გადარჩენისთვის, თუ ვართ რაღაც მეტი, არსებები, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი სახეობის მიმართ, არამედ ცოდნის, ისტორიის, სამყაროს გაგების მიმართ. 2026 წლის მარტში ვენის შეხვედრის ბოლოს დელეგატებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელსაც უწოდეს მთვარული მემკვიდრეობის დეკლარაცია. ეს დოკუმენტი არ არის ხელშეკრულება, ის არ არის იურიდიულად სავალდებულო. ის არის პრინციპების ნაკრები, რომელიც ცდილობს დააბალანსოს ორი კონკურენტული ღირებულება: პრაქტიკული გამოყენება და სამეცნიერო შენარჩუნება. დეკლარაცია ამბობს: მთვარის პოლუსების კრატერები, რომლებიც შეიცავს პირველად წყალს, არის სამეცნიერო მემკვიდრეობა კაცობრიობისა. ნებისმიერი საქმიანობა ამ რეგიონებში უნდა ხორციელდებოდეს პრინციპით პირველ რიგში არავნოთ. ეს ნიშნავს პირველ რიგში შესწავლა, მხოლოდ შემდეგ გამოყენება. და გამოყენება უნდა იყოს მინიმალური, რევერსიული, გამჭვირვალე. მაგრამ რას ნიშნავს მინიმალური გამოყენება პრაქტიკაში? აქ იწყება ტექნიკური დისკუსია. NASA-ს ინჟინრები ამბობენ: ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ წყალი მხოლოდ ზედაპირიდან, პირველი 2 მეტრი.
ქვემოთ სიღრმეში ყინული დარჩება ხელუხლებელი სამეცნიერო კვლევისთვის. მაგრამ მეცნიერები პასუხობენ: 2 მეტრი არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ვერტიკალური პროფილი, ნიმუშები სხვადასხვა სიღრმიდან, რომ გავიგოთ, როგორ დაგროვდა ყინული დროთა განმავლობაში. თუ თქვენ ამოიღებთ ზედაპირს, თქვენ გაანადგურებთ ამ პროფილს. კომპრომისი, რომელიც საბოლოოდ მიიღეს, არის ასეთი. მთვარის სამხრეთ პოლუსი იყოფა ზონებად. ზონა A – სამეცნიერო ზონა, სადაც აკრძალულია ნებისმიერი ინდუსტრიული საქმიანობა. ზონა B – შერეული გამოყენების ზონა, სადაც დასაშვებია შეზღუდული ამოღება, მაგრამ მხოლოდ სამეცნიერო მონიტორინგის ქვეშ. ზონა C – ინდუსტრიული ზონა, სადაც შეიძლება სრულმასშტაბიანი ამოღება. მაგრამ აქ არის პრობლემა. ყველაზე ღირებული ყინული ყველაზე მაღალი დეიტერიუმის კონცენტრაციით მდებარეობს ყველაზე ღრმა კრატერებში, სადაც ტემპერატურა ყველაზე დაბალია და სადაც ყინული ყველაზე ძველია. ეს არის სწორედ ის ადგილები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის. და ეს არის სწორედ ის ადგილები, რომლებიც ყველაზე ღირებულია ინდუსტრიისთვის. დოქტორი ემილი ჰარისონი ამბობს: ეს არის კლასიკური ტრაგედია საერთო რესურსისა. ყველას აქვს ინტერესი გამოიყენოს რესურსი, მაგრამ თუ ყველა გამოიყენებს მას, რესურსი ამოიწურება. ერთადერთი გამოსავალი არის თვითშეზღუდვა, ნებაყოფლობითი შეთანხმება, რომ ჩვენ არ გამოიყენებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, არამედ მხოლოდ იმას, რაც ნამდვილად გვჭირდება. მაგრამ ვინ გადაწყვეტს რა ნამდვილად გვჭირდება? აქ ჩვენ ვაწყდებით ფუნდამენტურ კითხვას მმართველობის შესახებ. ვის აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები მთვარის რესურსების შესახებ? გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგია მთვარეზე მისასვლელად, კერძო კომპანიებს, რომლებიც ინვესტირებენ მილიარდებს, მეცნიერულ საზოგადოებას, მთელ კაცობრიობას. 2026 წელს ნორვეგიის მთავრობის მთავრობამ შესთავაზა მოდელი, რომელიც დაფუძნებულია სვალბარდის გლობალურ თესლების საცავზე. ობიექტზე, რომელიც ინახავს თესლებს მთელი მსოფლიოდან, როგორც სადაზღვეო პოლის გლობალური კატასტროფის შემთხვევაში. ნორვეგიის წინადადება იყო შექმნას მთვარული ყინულის საცავი, რეგიონი, რომელიც იქნება სამუდამოდ დაცული, სადაც ყინული დარჩება ხელუხლებელი, როგორც სამეცნიერო რესურსი მომავალი თაობებისთვის. ეს იდეა მოიპოვა ფართო მხარდაჭერა, მაგრამ იყო ერთი პრობლემა. ვინ იქნება მფლობელი ამ საცავისა? ვინ გადაწყვეტს, ვინ შეძლებს ცუდომას? და რა მოხდება თუ ერთი ქვეყანა გადაწყვეტს იგნორირება გაუკეთოს შეთანხმებას და დაიწყოს ამ ამოღება? აქ ჩვენ ვაწყდებით ფუნდამენტურ შეზღუდვას საერთაშორისო სამართლისა. არ არსებობს გლობალური პოლიცია, რომელიც აღასრულებს წესებს კოსმოსში. თუ ერთი ქვეყანა გადაწყვეტს დარღვევას, სხვა ქვეყნებს აქვთ მხოლოდ 2 ვარიანტი: დიპლომატიური წნეხი ან ეკონომიკური სანქციები. მაგრამ ეს არ არის ეფექტური, თუ ქვეყანა გადაწყვეტს, რომ მთვარის რესურსები უფრო ღირებულია, ვიდრე საერთაშორისო რეპუტაცია. დოქტორი მაიკლ ბაიერსი, კანადის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი ამბობს: ჩვენ ვდგავართ იმავე წერტილში, სადაც კაცობრიობა იდგა 16 საუკუნეში, როცა ევროპელები იწყებდნენ კოლონიზაციას. მაშინ არ არსებობდა საერთაშორისო სამართალი, არსებობდა მხოლოდ ძალა. ვინც ჰქონდა ძლიერი ფლოტი, ის იღებდა ტერიტორიებს. ჩვენ ვიცით, როგორ დამთავრდა ეს: საუკუნეებით ომებით, კოლონიალიზმით, ექსპლუატაციით. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი გავაკეთოთ განსხვავებულად, მაგრამ ეს მოითხოვს რაღაცას, რაც არასოდეს არსებობილა ადამიანის ისტორიაში: ნებაყოფლობით თვითშეზღუდვას გლობალურ მასშტაბზე. მაგრამ შესაძლებელია თუ არა ეს? აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გულწრფელები. ადამიანის ისტორია არ იძლევა დიდ ოპტიმიზმს. ყოველთვის, როცა არსებობდა ღირებული რესურსი და არ არსებობდა ძლიერი მმართველობა, შედეგი იყო ექსპლუატაცია. ოკეანეები, გადაჭარბებული თევზჭერა, ტყეები, გაჩეხვა, ატმოსფერო, დაბინძურება. რატო უნდა იყოს მთვარე განსხვავებული? მაგრამ აქ არის ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება შეცვალოს თამაში: გამჭვირვალობა. მთვარე არ არის ოკეანის ფსკერი, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც ფარულად. ყოველი საქმიანობა მთვარეზე არის ხილული, სატელიტებიდან, ტელესკოპებიდან, სხვა ქვეყნების ზონდებიდან. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთი ქვეყანა დაიწყებს წესების დარღვევას, ეს დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი. 2026 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა შექმნა პროექტი სახელწოდებით Lunar Transparency Initiative. ღია პლატფორმა, რომელიც აგროვებს მონაცემებს ყველა მთვარული მისიიდან და აქვეყნებს მათ რეალურ დროში. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადგილას შეუძლია შეამოწმოს რა ხდება მთვარეზე. ეს არის როგორც გლობალური მონიტორინგის სისტემა, რომელიც აკონტროლებს არა მთავრობებს, არამედ მოქალაქეებს. მაგრამ გამჭვირვალობა არ არის საკმარისი. საჭიროა აგრეთვე ანგარიშვალდებულება. და აქ ჩვენ აღმოჩნდებით უცნაურ სიტუაციაში. ვინ არის ანგარიშვალდებული? ქვეყნები, კომპანიები,
ინდივიდუალური ასტრონავტები. წარმოიდგინეთ სცენარი. კერძო კომპანია თქვათ SpaceX ან Blue Origin აგზავნის მისიას მთვარეზე. ისინი იწრებენ წყლის ამოვებას, მაგრამ ისინი აღმოაჩენენ, რომ ყინული შეიცავს უფრო მაღალ დეიტერიუმის კონცენტრაციას, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს დეიტერიუმი ღირს მილიარდობით დოლარს. კომპანიას აქვს არჩევანი. გააზიაროს ეს ინფორმაცია და დაექვემდებაროს საერთაშორისო რეგულაციებს, რომლებიც შეზღუდავს ამოღებას, ან შეინახოს ინფორმაცია საიდუმლოდ და გააგრძელოს ამოღება. რას აესჩევს კომპანია? ეკონომიკური თეორია ამბობს, კომპანია აესჩევს იმას, რაც მაქსიმიზებს მოგებას, მაგრამ აქ არის ფაქტორი, რომელიც შეიძლება შეცვალოს გამოთვლა – რეპუტაცია. თუ კომპანია დაიჭერს საიდუმლო ამოღებაზე, ის დაკარგავს ნდობას. და კოსმოსურ ინდუსტრიაში, სადაც ყველა პროექტი მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას, ნდობა არის ყველაზე ღირებული აქტივი. დოქტორი ელონ მასკი, SpaceX-ის დამფუძნებელი 2025 წელს განაცხადა. ჩვენ არ ვაპირებთ მთვარის რესურსების ექსპლუატაციას. ჩვენ ვაპირებთ მათ გამოყენებას, მაგრამ გამჭვირვალეთ, პასუხისგებლობით, თანამშრომლობით. რადგან ჩვენი გრძელვადიანი მიზანი არ არის მოგება, ჩვენი მიზანია გახადოთ კაცობრიობა, მრავალპლანეტური სახეობა. და ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ გავანადგურებთ იმ რესურსებს, რომლებიც გვჭირდება გადასარჩენად. მაგრამ აქ მე მინდა დავსვა კითხვა, რომელიც იშვიათად ისმის ამ დისკუსიებში. რატომ ვფიქრობთ, რომ კაცობრიობა უნდა გახდეს მრავალპლანეტური სახეობა? ეს მიზანი ჩანს თვითგასაგები. ვინ არ იფიქრებს, რომ კოსმოსური ექსპანსია არის კარგი? მაგრამ თუ ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ ამაზე, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, კარგი ვისთვის და რა ფასად. წარმოიდგინეთ ორი სცენარი. სცენარი A. კაცობრიობა რჩება დედამიწაზე. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს რესურსებს, ინტელექტუალურს, ფინანსურს, ტექნოლოგიურს, რომ გადავჭიღათ პრობლემები აქ. კლიმატის ცვლილება, სიღარიბე, დაავადებები. ჩვენ ვქმნით მდგრად, სამართლიან, აყვავებულ ცივილიზაციას ერთ პლანეტაზე. სცენარი B. კაცობრიობა ვრცელდება კოსმოსში. ჩვენ ვაშენებთ ბაზებს მთვარეზე, კოლონიებს მარსზე, სადგურებს ასტეროიდებზე. ჩვენ ხვდებით მრავალპლანეტური სახეობა. მაგრამ ეს მოითხოვს უზარმაზარ ინვესტიციებს, ტრილიონობით დოლარს, მილიონობით ადამიანის შრომას, საუკუნეების განვითარებას. რესურსები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დედამიწაზე, გადაიტანება კოსმოსში. რომელი სცენარი არის უკეთესი? ეს არ არის ტექნიკური კითხვა, ეს არის ღირებულებების კითხვა. და აქ ჩვენ ვაცხდებით ღრმა განხეთქილებას. ზოგიერთი ადამიანი, მოუწოდოთ მათ ექსპანსიონისტებს, ამბობს: კაცობრიობის მომავალი არის ვარსკვლავებში. დედამიწა არის ჩვენი აკვანი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავრჩეთ აკვანში სამუდამოდ. ჩვენ უნდა გავიზარდოთ, გავრცელდეთ, გავხდეთ კოსმოსური ცივილიზაცია. ეს არის ჩვენი ბედისწერა, ჩვენი მიზანი, ჩვენი მნიშვნელობა. სხვა ადამიანები, მოუწოდოთ მათ კონსერვატორებს, პასუხობს: ეს არის ფანტაზია. ჩვენ ვერ გადავჭრით პრობლემებს ერთ პლანეტაზე და ვფიქრობთ, რომ შევძლებთ მათ გადაჭრას 10 პლანეტაზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება მდგრადად აქ, სანამ ვიფიქრებთ გავრცელებაზე სხვაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ გავავრცელებთ ჩვენს პრობლემებს კოსმოსში. 2026 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა გლობალური გამოკითხვა. უნდა ხარჯავდეს თუ არა კაცობრიობა რესურსებს კოსმოსური კოლონიზაციისთვის. შედეგები იყო გასაოცარი. განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკა, ევროპა, იაპონია, უმრავლესობა ამბობდა დიახ. მაგრამ განვითარებად ქვეყნებში, აფრიკა, სამხრეთ აზია, ლათინური ამერიკა, უმრავლესობა ამბობდა არა. რატომ ეს განსხვავება? პასუხი მდგომარეობს პრიორიტეტებში. ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ საკვები, წყალი, თავშესაფარი, ჯანდაცვა, განათლება, კოსმოსური ექსპანსია, ჩანს როგორც ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი. მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ეს ძირითადი საჭიროებები, კოსმოსური ექსპანსია ჩანს როგორც ფუფუნება, რომელიც ფინანსდება მათი ხარჯზე. დოქტორი ვანდანა შივა, ინდოელი ეკოლოგი და ფილოსოფოსი ამბობს: როცა ჩვენ საუბრობთ კოსმოსურ კოლონიზაციაზე, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, ვინ წავა, ვინ დარჩება. ისტორია გვიჩვენებს, რომ კოლონიზაცია ყოველთვის ნიშნავს იერარქიას. ზოგიერთი ადამიანი, ჩვეულებრივ მდიდარი, განათლებული, პრივილეგირებული, გადადის ახალ ტერიტორიებზე. სხვები, ჩვეულებრივ ღარიბი, უგანათლებელი, მარგინალიზებული, რჩებიან უგან. თუ ჩვენ გავხდებით მრავალპლანეტური სახეობა, ჩვენ შევქმნით კოსმოსურ კასტურ სისტემას. ელიტა მარსზე, მასები დედამიწაზე. ეს არის ძლიერი არგუმენტი. მაგრამ აქ არის კონტრარგუმენტი. თუ კაცობრიობა არ გავრცელდება, ჩვენ ვდებთ ყველა ჩვენი კვერცხი ერთ კალათაში. ერთი კატასტროფა, ასტეროიდული იმპაქტი, სუპერვულკანის ამოფრქვევა, ბირთვული ომი, პანდემია და ყველაფერი დამთავრდება. მრავალპლანეტური სახეობა არის სადაზღვეო პოლისი არა ელიტისთვის, არამედ მთელი სახეობისთვის.
მაგრამ აქ მე მინდა შევაჩერო და ვიკითხო. რატომ ვფიქრობთ, რომ კაცობრიობის გადარჩენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ეს შეკითხვა ჟღერს ბლასფემიურად. რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი სახეობის გადარჩენა? მაგრამ თუ ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ ამაზე, ჩვენ უნდა ვაღიაროთ. ჩვენი სახეობა არ არის სამყაროს ცენტრი. ჩვენ ვართ ერთი სახეობა მილიონობით სახეობას შორის დედამიწაზე. ერთი პლანეტა მილიარდობით პლანეტას შორის გალაქტიკაში. ერთი გალაქტიკა მილიარდობით გალაქტიკას შორის სამყაროში. ამ პერსპექტივიდან კითხვა არ არის, როგორ გადარჩეთ. კითხვა არის, რატომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადარჩენა მნიშვნელოვანია? და აქ ჩვენ აღმოჩნდებით ფილოსოფიის ყველაზე ღრმა კითხვის წინაშე. რა არის მნიშვნელობა? რა აქვს ღირებულება? და ვინ გადაწყვეტს? 2026 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორმა ტობი ორდმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით ხანგრძლივი მომავალი. მან დაწერა: თუ კაცობრიობა გადარჩება და გავრცელდება კოსმოსში, ჩვენი სახეობა შეიძლება არსებობდეს მილიარდობით წლის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ტრილიონობით ტრილიონობით ადამიანი დაიბადება, იცხოვრებს, იფიქრებს, იგრძნობს, შექმნის. ამ პერსპექტივიდან ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა, ყველა გადაწყვეტილება, ყველა არჩევანი არის უმნიშვნელოვანესი. რადგან ჩვენ ვაყალიბებთ არა მხოლოდ ჩვენს მომავალს, არამედ ტრილიონობით ადამიანის მომავალს, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაბადებულა. ეს არგუმენტი, რომელსაც უწოდებენ ხანგრძლივი ტერმინიზმს, არის ძლიერი, მაგრამ მას აქვს პრობლემა. ის ვარაუდობს, რომ მომავალი ადამიანები იქნებიან მსგავსი ჩვენი. მაგრამ რა თუ ისინი არ იქნებიან? რა თუ ტექნოლოგია შეცვლის ჩვენს ბუნებას იმდენად, რომ ჩვენი შთამომავლები აღარ იქნებიან ადამიანები ჩვენი გაგებით? წარმოიდგინეთ მომავალი 1000 წლის შემდეგ. ადამიანები ცხოვრობენ მთვარეზე, მარსზე, ევროპაზე, ტიტანზე. მაგრამ ისინი აღარ არიან ბიოლოგიური ორგანიზმები. ისინი არიან კიბორგები, ნაწილობრივ ორგანული, ნაწილობრივ მექანიკური. ან შესაძლოა ისინი არიან სრულიად ციფრული. შემეცნება, რომელიც არსებობს კომპიუტერებში, არა სხეულებში. ასეთი არსებები ჯერ კიდევ იქნებიან ჩვენი შთამომავლები. ისინი ჯერ კიდევ იქნებიან ადამიანები. და თუ არა, მაშინ რატო უნდა ვიზრუნოთ მათზე? დოქტორი ნიკ ბოსტრომი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფოსი ამბობს: ჩვენ ვფიქრობთ იდენტობაზე როგორც ფიქსირებულ კატეგორიაზე. თქვენ ხართ ადამიანი ან არა. მაგრამ რეალობაში იდენტობა არის სპექტრი. შიმპანზე არის 95% ადამიანი. ჩვენ ვიზიარებთ 95% დნმ-ის. ნეანდერტალელი იყო 99% ადამიანი. მომავალი კიბორგი შეიძლება იყოს 80% ადამიანი, მაგრამ ის ჯერ კიდევ იქნება ჩვენი შთამომავალი, ნაწილი ერთი უწყვეტი ხაზისა, რომელიც იწყება პირველი ბაქტერიიდან და გრძელდება უსასრულობაში. ეს პერსპექტივა, რომ ჩვენ ვართ ნაწილი უწყვეტი ხაზისა, ბრუნდება იმ იდეასთან, საიდანაც ჩვენ დავიწყეთ, მთვარის წყალი. რადგან ეს წყალი გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა, არა მხოლოდ ბიოლოგიური ხაზისა, არამედ კოსმოსური ისტორიისა. ატომები, რომლებიც ახლა ჩვენში არიან, იყო ვარსკვლავებში, კომეტებში, ინტერსტელარულ სივრცეში და ისინი იქნებიან სხვა ფორმებში მილიარდობით წლის შემდეგაც. ამ გაგებით კითხვა არ არის, გადარჩეთ თუ არა. კითხვა არის, რა ფორმაში გავაგრძელოთ. და აქ მთვარის წყლის აღმოჩენა გვთავაზობს პასუხს, რომელიც ერთდროულად მოკრძალებული და ამბიციურია. მოკრძალებული რადგან ის გვიჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულნი. ჩვენი მასალები მოდის იქიდან, საიდანაც მთელი სამყაროს მასალები. ჩვენ ვართ ნაწილი უნივერსალური პროცესისა, ატომების რეკომბინაციისა, რომელიც ქმნის სულ უფრო რთულ სტრუქტურებს. მაგრამ ამბიციური, რადგან ის გვიჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს პროცესი. ჩვენ შეგვიძლია აიღოთ მასალები კოსმოსიდან, წყალი მთვარიდან, მინერალები ასტეროიდებიდან, ენერგია მზიდან და შევქმნათ ახალი ფორმები, ახალი სტრუქტურები, ახალი შემეცნება. და აქ ამ წერტილში, სადაც მეცნიერება ხვდება ფილოსოფიას, სადაც პრაქტიკა ხვდება თეორიას, ჩვენ უნდა ვიკითხოთ ბოლო, გადამწყვეტი კითხვა. რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა? პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი სახეობის მიმართ, არამედ იმ პროცესის მიმართ, რომლის ნაწილიც ვართ. პროცესის, რომელიც დაიწყო 13 მილიარდი 800 მილიონი წლის წინ დიდი აფეთქებით. პროცესის, რომელმაც შექმნა ვარსკვლავები, პლანეტები, სიცოცხლე, შემეცნება. პროცესის, რომელიც ახლა პირველად ამ პლანეტაზე გახდა თვითშემეცნებადი, ჩვენში. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც ფიქრობს საკუთარ თავზე. ჩვენ ვართ ატომები, რომლებიც შეისწავლიან ატომებს. ჩვენ ვართ ვარსკვლავების მთვერი, რომელიც ცდილობს გაიგოს, როგორ ჩამოყალიბდნენ ვარსკვლავები. და ეს თვითშემეცნება, ეს ცნობის მოყვარეობა, ეს სურვილი გავიგოთ, შეიძლება იყოს ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისგებლობა. არა გადარჩენა, არა ექსპანსია, არამედ გაგება. რადგან თუ ჩვენ გავანადგურებთ მთვარის კინოს მის შესწავლამდე,
ჩვენ დავკარგავთ არა მხოლოდ რესურსს, ჩვენ დავკარგავთ ცოდნას. ცოდნას იმის შესახებ, საიდან მოვედით, ცოდნას იმის შესახებ, რა ვართ, ცოდნას იმის შესახებ, რა შეიძლება გავხდეთ. და ეს ცოდნა, ეს გაგება ჩვენი ადგილისა კოსმოსურ ისტორიაში შეიძლება იყოს ის, რაც ნამდვილად აქცევს ჩვენ განსაკუთრებულად. არა ჩვენი ტექნოლოგია, არა ჩვენი ძალა, არამედ ჩვენი უნარი ვიკითხოთ რატომ და ვეძებოთ პასუხები. არა იმიტომ, რომ ეს გვეხმარება გადარჩენაში, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც კითხულობს, სახეობა, რომელიც ეძებს, სახეობა, რომელიც ცდილობს გაიგოს. და მთვარის წყალი, ეს უცხო, ძველი, საოცარი წყალი, გვთავაზობს შანსს გავაგრძელოთ ეს ძიება. არა მხოლოდ იმის გასაგებად, საიდან მოვიდა წყალი, არამედ იმის გასაგებად, საიდან მოვედით ჩვენ და სად მივდივართ. მაგრამ აქ, სწორედ ამ წერტილში, სადაც ჩვენს საუბრობთ გაგებაზე, ცოდნაზე, ძიებაზე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც უცნაური. ჩვენ უნდა გავაჩეროთ და ვაღიაროთ, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს სამყარო. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს ფიზიკის კანონები. ჩვენ არ ვიცით, რატომ ეს კანონები არის ზუსტად ისეთი, რომ იძლევა სიცოცხლის შესაძლებლობას. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს შემეცნება. რატომ არის ატომების კონფიგურაცია, რომელსაც შეუძლია იგრძნოს, იფიქროს, იკითხოს. ეს არ არის მოკრძალება, ეს არის სიზუსტე. 2026 წელს პრინსტონის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკოსმა ხუან მალდასენამ, ადამიანმა, რომელმაც შეიმუშავა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა თეორია სამყაროს ბუნების შესახებ, განაცხადა. რაც უფრო მეც ვსწავლობთ, მით უფრო ნათელი ხდება რამდენი არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ სამყაროს 95% დამზადებულია ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიისგან, ნივთიერებისგან, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვგზნობთ, ვერ ვიგებთ. ჩვენ ვიცით, რომ კვანტური მექანიკა მუშაობს, ის პროგნოზირებს შედეგებს წარმოუდგენელი სიზუსტით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ ვიცით, რომ შემეცნება არსებობს, ჩვენ ვგზნობთ, ვფიქრობთ, ვიცით, რომ ვიცით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ. ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ რთულ პრობლემას შემეცნებისა და ჩვენ არ ვართ უფრო ახლოს მის გადაჭრასთან, ვიდრე ვიყავით 100 წლის წინ. მოდით დავფიქრდეთ ამაზე. ჩვენ ვიცით, რომ მთვარის წყალი შეიცავს დეიტერიუმს. ჩვენ ვიცით, რომ ეს დეიტერიუმი მოვიდა კომეტებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეს კომეტები ჩამოყალიბდნენ კუიპერის სარტყელში. ჩვენ ვიცით, რომ ეს სარტყელი შეიქმნა მზის სისტემის ჩამოყალიბების დროს. ჩვენ ვიცით, რომ მზის სისტემა ჩამოყალიბდა მოლეკულური ღრუბლიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეს ღრუბელი შეიქმნა წინა თაობის ვარსკვლავების აფეთქებით. მაგრამ აქ ჩვენი ცოდნა იწყებს ქრობას. რატომ აფეთქდნენ ის ვარსკვლავები? რადგან ისინი ამოწურეს თავიანთი ბირთვული საწვავი. რატომ ამოწურეს? რადგან ბირთვული ფუზია მოითხოვს ენერგიას. რატომ მოითხოვს? რადგან ეს არის ფიზიკის კანონი. მაგრამ რატომ არსებობს ეს კანონი? რატომ არის ის ზუსტად ისეთი და არა სხვაგვარი? აქ ჩვენ ვაწყდებით საზღვარს. არა ჩვენი ტექნოლოგიის საზღვარს, ჩვენი გაგების საზღვარს. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ, გამოვთვალოთ, პროგნოზირება გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ვერ ავხსნით რატომ. ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი ამბობდა: ყველაზე ფუნდამენტური კითხვა ფილოსოფიაში არის, რატომ არსებობს რაღაც და არა არაფერი. ეს კითხვა ჟრეს აბსტრაქტულად, მაგრამ როცა თქვენ დგახართ ღამით და უყურებთ მთვარეს, იცით, რომ მის ყინულში არის ატომები, რომლებიც იყო ინტერსტელარულ სივრცეში. ეს კითხვა ხდება კონკრეტული. რატომ არსებობს ეს ატომები? რატომ არსებობს სივრცე, სადაც ისინი მოძრაობენ? რატომ არსებობს დრო, რომელშიც ისინი იცვლებიან? ჩვენ არ ვიცით. და შესაძლოა ჩვენ არასოდეს გავიგოთ. შესაძლოა ეს კითხვები არის მიღმა ადამიანური გაგების შესაძლებლობისა, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სულელები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი ევოლუციონირდა და არა სამყაროს გასაგებად, არამედ გადასარჩენად. ჩვენი წინაპრები, რომლებიც ცხოვრობდნენ აფრიკის სავანებში 2 მილიონი წლის წინ, არ საჭიროებდნენ გაგებას კვანტური მექანიკისა ან კოსმოლოგიისა. მათ საჭიროებდნენ გაგებას, სად იპოვონ საკვები, როგორ თავიდან აიცილონ მტაცებლები, როგორ გაამრავლონ. ჩვენი ტვინი არის ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ამ ამოცანებისთვის და ის ასრულებს მათ შესანიშნავად. მაგრამ როცა ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი სამყაროს ფუნდამენტური ბუნების გასაგებად, ჩვენ ვიყენებთ ხერხს არა მისი დანიშნულებით. ეს არის როგორც ცდა გამოიყენოთ ჩაქუჩი მიკროსკოპად, ის შეიძლება იმუშაოს, მაგრამ არა იდეალურად. 2025 წელს კოგნიტური მეცნიერის დონალდ ჰოფმანმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გამოაქვეყნა თეორია, რომელსაც უწოდა შემეცნებითი ინტერფეისის თეორია. მან თქვა, ჩვენი აღქმა არ გვიჩვენებს რეალობას ისეთს, როგორიც ის არის. ის გვიჩვენებს რეალობას ისეთს, როგორიც გვჭირდება გადარჩენისთვის. ეს არის როგორც კომპიუტერის დესკტოპი.
თქვენ ხედავთ ხატულებს, ფოლდერებს, ფაილებს, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ნამდვილად ხდება კომპიუტერში. ნამდვილად ხდება ელექტრონების მოძრაობა, ბიტების манипуляცია, მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ ამის ხედვა. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ინტერფეისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ კომპიუტერით. იგივე ხდება ჩვენს აღქმასთან. ჩვენ ვხედავთ ინტერფეისს, ფერებს, ფორმებს, ობიექტებს, მაგრამ არა რეალობას, რომელიც მათ უკან დგას. თუ ჰოფმანი მართალია, მაშინ ჩვენი მთელი მეცნიერება, ყველა ჩვენი თეორია, ყველა ჩვენი აღმოჩენა არის აღწერა არა რეალობისა, არამედ ინტერფეისისა. ჩვენ ვსწავლობთ არა სამყაროს, როგორიც ის არის, არამედ სამყაროს, როგორც ის გამოჩნდება ჩვენთვის. ეს არ ნიშნავს, რომ მეცნიერება არის უსარგებლო. პირიქით, ინტერფეისი არის ძალიან სასარგებლო. ის საშუალებას გვაძლევს ვიპროგნოზოთ, ვაკონტროლოთ, გამოვიყენოთ, მაგრამ ის არ გვიჩვენებს ბოლო ჭეშმარიტებას. და შესაძლოა ბოლო ჭეშმარიტება არ არსებობს. შესაძლოა სამყარო არ არის რაღაც, რაც შეიძლება გაიგო. არა იმიტომ, რომ ის ძალიან რთულია, არამედ იმიტომ, რომ გაგება თავად არის კონცეფცია, რომელიც მუშაობს მხოლოდ ჩვენს ინტერფეისში. მაგრამ აქ არის პარადოქსი. თუ ჩვენ ვერ გავიგებთ სამყაროს, მაშინ რატომ ვცდილობთ? რატომ ვაშენებთ ტელესკოპებს, ვაგზავნით ზონდებს, ვაანალიზებთ ყინულს მთვარიდან? პასუხი ალბათ არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ არა იმიტომ, რომ ფიქრობთ, რომ წარმატებას მივაღწევთ, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც კითხულობს. ეს არის ჩვენი ბუნება, არა ჩვენი არჩევანი, არამედ ჩვენი არსი. ფილოსოფოსი ალბერ კამიუ წერდა მითის შესახებ სიზიფოსზე. ადამიანზე, რომელიც დაისაჯა ღმერთების მიერ და იძულებული გახდა აეგორებინა ქვამთაზე. იცოდა, რომ ის ყოველთვის დაეცემოდა უკან. კამიუ ამბობდა: ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ სიზიფოსი ბედნიერად. რატომ? რადგან სიზიფოსი არ აგორებს ქვას იმიტომ, რომ ფიქრობს, რომ წარმატებას მიაღწევს. ის აგორებს იმიტომ, რომ ეს არის მისი არჩევანი, მისი აქტი თავისუფლებისა, მისი უარი დანებებაზე. შესაძლოა ჩვენ ვართ სიზიფოსები. ჩვენ ვაგორებთ ცოდნის ქვას მთაზე. ვიცით, რომ ჩვენ არასოდეს მივაღწევთ მწვერვალს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ, რადგან ეს არის ის, რაც აქცევს ჩვენ ადამიანებად. მაგრამ აქ, სწორედ ამ წერტილში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ფილოსოფიურ აბსტრაქციებზე, მე მინდა დაუბრუნდე რაღაც კონკრეტულს. რადგან ეს ისტორია დაიწყო კონკრეტული აღმოჩენით, წყლით მთვარის კრატერში, და ის უნდა დასრულდეს იქ, სადაც ყველა ისტორია სრულდება, ჩვენთან, ადამიანებთან, ამ პლანეტაზე, ამ მომენტში. წარმოიდგინეთ, თქვენ დგახართ ღამით, ცანათელია, მთვარე სავსეა. თქვენ უყურებთ მას და ახლა ამ ყველაფრის შემდეგ, რაც თქვენ წაიგითხეთ, თქვენ ხედავთ მას განსხვავებულად. თქვენ ხედავთ არა უბრალოდ ნაცრისფერ ქვას ცაში, თქვენ ხედავთ არქივს, ადგილს, სადაც შენახულია ისტორია მზის სისტემის ჩამოყალიბებისა. თქვენ ხედავთ ბიბლიოთეკას, კოლექციას ატომებისა, რომლებიც მოგზაურობდნენ მილიარდობით კილომეტრს, მილიარდობით წელს, რომ მოხვედრილიყვნენ აქ. თქვენ ხედავთ სარკეს, რადგან ის ატომები, რომლებიც იქ არიან, იდენტურია ატომებისა, რომლებიც თქვენში არიან. იგივე წყალბადი, იგივე ჟანგბადი, იგივე ნახშირბადი, იგივე წარმოშობა, იგივე ისტორია, იგივე ბედი. თქვენ ხედავთ მომავალს, რადგან ის წყალი, რომელიც ახლა გაყინულია იქ, შეიძლება ერთ დღეს გახდეს სასმელი წყალი ასტრონავტებისთვის, საწვავი რაკეტებისთვის, სასუნთქი ჰაერი კოლონისტებისთვის. შეიძლება ის გახდეს ის რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს კაცობრიობას, გახდეს მრავალპლანეტური სახეობა. მაგრამ ყველაზე მეტად თქვენ ხედავთ საიდუმლოებას. რადგან რაც უფრო მეც ვსწავლობთ, მით უფრო ნათელი ხდება რამდენი არ ვიცით. ყოველი პასუხი წარმოშობს 10 ახალ კითხვას. ყოველი აღმოჩენა ხსნის 10 ახალ საიდუმლოებას. და შესაძლოა ეს არის ის, რაც ნამდვილად აქცევს სამყაროს საოცარს. არა ის, რასაც ჩვენ ვიცით, არამედ ის, რასაც არ ვიცით. არა პასუხები, არამედ კითხვები. 2026 წლის აპრილში NASA-მ გამოაქვეყნა ახალი სურათი მთვარის სამხრეთ პოლუსიდან. ეს სურათი გადაიღო Lunar Reconnaissance Orbiterმა, ზონდმა, რომელიც ბრუნავს მთვარის გარშემო 2009 წლიდან. მაგრამ ეს სურათი იყო განსაკუთრებული. ის აჩვენებდა კრატერს, ღრმა, ბნელ, მუდმივად ჩრდილში მოქცეულ კრატერს, სადაც ტემპერატურა არის -230 გრადუსი ცელსიუსი. ამ კრატერის ფსკერზე, სადაც მზის სხივები არასოდეს აღწევს, არის ყინული. და ამ ყინულში თუ ჩვენ გავიხსენებთ ყველაფერს, რაც ვისწავლეთ, არის ატომები, რომლებიც იყო კუიპერის სარტყელში, ინტერსტელარულ სივრცეში, შესაძლოა სხვა ვარსკვლავების სისტემებში. მაგრამ აქ არის ის, რაც მე მინდა რომ თქვენ გაიხსენოთ. ეს ატომები არ არის იქ. ისინი არიან აქაც. ისინი არიან თქვენში. ყოველველ წამს თქვენი სხეული ცვლის ატომებს გარემოსთან. თქვენ სუნთქავთ, იღებთ ჟანგბადს, გამოყოფთ ნახშირორ ჟანგს. თქვენ სვამთ, იღებთ წყალს. თქვენ ჭამთ, იღებთ ნახშირბადს, აზოტს, ფოსფორს.
ეს ატომები შედის თქვენს სხეულში, ხდება ნაწილი თქვენი უჯრედებისა, თქვენი ქსოვილებისა, თქვენი ორგანოებისა. ისინი რჩებიან იქ რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე. შემდეგ ისინი გადის, სუნთქვით, ოფლით, სხვა გზებით და ბრუნდებიან გარემოში. ეს ნიშნავს, რომ ატომები, რომლებიც ახლა თქვენში არიან, 1 წლის წინ არ იყვნენ. 1 წლის წინ შენი სხეული არც იყო ასე. შენი სული არც იყო ეგოისტური. შენი სული არც იყო მიწაში უნარდების გამოყენებით. შენი სული არც იყო სიყვარულის მნარდების შეძენილი. შენ ხარ ცხადი, მუდამ ცხადი. სამყარო სულ ცვლის ატომებს. თქვენ არიან მის გარეშე, სულ ერთხელ. თუ სადღაც გამოსავალი გაქვთ, მაშინ რჩებათ თქვენ. მოკლედ, რატომ შექმნათ თუ არა თქვენი ატომები? საიდან გამოიწვიეთ? სად დაიბადათ? როგორ შექმნეთ თავს? რამდენად საშიში არის ამაზე განსაკუთრებული შემთხვევა? როდესაც ამას კიდევ ერთხელ გამოვაკლებ და გამეგონება, რომ ეს ისტორიული სია, ან სია, რომელშიც შენ არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ საშიშრონში არიან, 1 წლის წინ შეიძლება იყო ოკეანეში, 10 წლის წინ ხეში, 100 წლის წინ სხვა ადამიანის სხეულში, 1000 წლის წინ ცხოველში, მილიონი წლის წინ ქანში, მილიარდი წლის წინ კომეტაში. და ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფიზიკური სხეული არის დროებითი კონფიგურაცია ატომებისა, რომლებიც მოგზაურობდნენ სამყაროში მილიარდობით წლის განმავლობაში. თქვენ ხართ როგორც ტალღა ოკეანეში. ტალღა არის არა წყალი, არამედ ფორმა, ნიმუში, რომელიც გადის წყალში. წყალი რჩება, მაგრამ ტალღა მოძრაობს. იგივე ხდება თქვენთან. ატომები რჩებიან, ისინი არ იქმნებიან, არ ქრებიან. ან მაგრამ ნიმუში, ორგანიზაცია, სტრუქტურა, რომელიც არის თქვენ, მოძრაობს მათში, როგორც ტალღა წყალში. და როცა თქვენ გვდებით, ნიმუში ქრება, მაგრამ ატომები რჩებიან. ისინი გადადიან სხვა ფორმებში, მიწაში, მცენარეებში, ცხოველებში, სხვა ადამიანებში. და შესაძლოა მილიონობით წლის შემდეგ ზოგიერთი მათგანი კვლავ მოხვდება კომეტაში, რომელიც გაფრინდება კუიპერის სარტყელში, სადაც ისინი დარჩებიან გაკინულნი კიდევ მილიარდობით წლის განმავლობაში. ან გაგებით, თქვენ ხართ უკვდავი, არა როგორც ინდივიდი, არამედ როგორც მასალა. ატომები, რომლებიც ახლა თქვენში არიან, იყო აქ მზის სისტემის დაბადებამდე. ისინი იქნებიან აქ მზის სიკვდილის შემდეგაც. ისინი იყო ვარსკვლავებში, პლანეტებში, კომეტებში. ისინი იქნებიან სხვა ვარსკვლავებში, სხვა პლანეტებში, სხვა ფორმებში. თქვენ ხართ არა რაღაც განცალკევებული სამყაროდან. თქვენ ხართ სამყარო. მცირად სამყარო, მცირე, დროებითი, თვითშემეცნებადი ნაწილი, ნებადი ნაწილი, უზარმაზარი, მარადიული, ურთიერთდაკავშირებული მთლიანობისა. მაგრამ აქ, სწორედ ამ წერტილში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ უკვდავებაზე და მარადიულობაზე, მე მინდა დაუბრუნდე რაღაც ძალიან მოგრძალებულს, ძალიან ადამიანურს. გაიხსენეთ, როგორ დავიწყეთ ეს ისტორია. ჩვენ დავიწყეთ აღმოჩენით, წყლით მთვარის კრატერში, რომელიც შეიცავს იზოტოპებს, რომლებიც არ არსებობს დედამიწაზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რას ნიშნავს ეს მეცნიერებისთვის, ტექნოლოგიისთვის, მომავლისთვის. მაგრამ ახლა ამ ყველაფრის შემდეგ, ყველა ფილოსოფიის, ყველა აბსტრაქციის, ყველა კოსმოლოგიური პერსპექტივის შემდეგ, მე მინდა ვიკითხო, რას ნიშნავს ეს თქვენთვის? არა როგორც მეცნიერისთვის, არა როგორც ფილოსოფოსისთვის, არამედ როგორც ადამიანისთვის, რომელიც ფის, რომელიც ცხოვრობს ამ პლანეტაზე ამ მომენტში. შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ მარტო. არა იმ გაგებით, რომ სადღაც არის უცხო პლანეტელები, თუმცა შესაძლოა არიან, არამედ იმ გაგებით, რომ თქვენ ხართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. თქვენ ხართ დაკავშირებული ყველაფერთან, ყველა ადამიანთან, ყველა ცხოველთან, ყველა მცენარესთან, ყველა ქანთან, ყველა პლანეტასთან, ყველა ვარსკვლავთან. ეს კავშირი არ არის მისტიკური, ის არის ფიზიკური. ატომები, რომლებიც თქვენში არიან, იყო სხვა ადგილებში. ისინი იქნებიან სხვა ადგილებში. თქვენ ხართ როგორც კვანძი ქსელში, წერტილი, სადაც ხაზები იკვეთება. თქვენ არ ხართ იზოლირებული. თქვენ ხართ ურთიერთდაკავშირებული. და შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ თქვენი სიცოცხლე, რამდენადაც მოკლე არ უნდა იყოს, არ არის უმნიშვნელო. რადგან თქვენ ხართ ის წერტილი, სადაც სამყარო ხდება თვითშემეცნებადი. თქვენ ხართ ატომები, რომლებიც ფიქრობენ ატომებზე. თქვენ ხართ ვარსკვლავების მტვერი, რომელიც ცდილობს გაიგოს, როგორ ჩამოყალიბდნენ ვარსკვლავები. ეს არის საოცარი, ეს არის შეუძლებელი, მაგრამ ეს არის ფაქტი. 2026 წლის მაისში NASA-მ გამოაცხადა, რომ პირველი ადამიანი, რომელიც დადგება მთვარეზე არტემის მისიის ფარგლებში, იქნება ქალი. მისი სახელი არის ჯესიკა უოტკინსი, გეოლოგი, რომელიც გაატარა 10 წელი სამხრეთ პოლუსზე, სადაც ის სწავლობდა ყინულის ბირთვებს ალობდა. ყინულის ბირთვებს, ცილინდრებს, რომლებიც ამოღებულია ყინულიდან და ინახავს ინფორმაციას კლიმატის ისტორიის შესახებ. ინტერვიუში, როცა მას კითხეს, რას გძნობს მთვარეზე სიარულის პერსპექტივის შესახებ, მან თქვა: მე ვფიქრობ იმ ყინულზე, რომელსაც მე ვისწავლიდი ანტარქტიდაზე.
ის ყინული იყო 100,000 წლის. ის ინახავდა ინფორმაციას ყინულოვანი ხანების შესახებ, კლიმატის ცვლილებების შესახებ, ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ. მაგრამ მთვარის ყინული არის 4 მილიარდი წლის. ის ინახავს ინფორმაციას არა მხოლოდ დედამიწის ისტორიის შესახებ, არამედ მთელი მზის სისტემის ისტორიის შესახებ. როცა მე დავდგები იქ და შევხედები ამ ყინულს, მე ვიცი, რომ მე უყურებ დროს, არა მეტაფორულად, არამედ ბუქვალურად. ეს ყინული არის დრო, გაყინული, შენახული, დაცული. ეს პერსპექტივა, იდეა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ დროს, არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შედეგი მთვარის წყლის აღმოჩენისა. რადგან ჩვეულებრივ ჩვენ ვფიქრობთ დროზე როგორც რაღაცაზე, რაც გადის. წარსული არის წასული, მომავალი ჯერ არ მოსულა. არსებობს მხოლოდ აწმყო, ეს მომენტი, ეს წამი. მაგრამ ფიზიკა გვიჩვენებს, რომ ეს არ არის ასე. აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით დრო არ არის აბსოლუტური. ის არის ფარდობითი, დამოკიდებული თქვენს სიჩქარეზე, თქვენს პოზიციაზე გრავიტაციულ ველში. ორი ადამიანი, რომლებიც მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით, განიცდიან დროს განსხვავებულად. მათი ახლა არ ემთხვევა. და თუ დრო არის ფარდობითი, მაშინ წარსული, აწმყო და მომავალი არ არის აბსოლუტური კატეგორიები. ისინი არის პერსპექტივები, გზები, რომლითაც ჩვენ ვაორგანიზებთ ჩვენს გამოცდილებას. მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე ყველა მომენტი, წარსული, აწმყო, მომავალი არსებობს ერთდროულად. ფიზიკოსები უწოდებენ ამას ბლოკ სამყაროს, იდეას, რომ სამყარო არის 4 განზომილებიანი სტრუქტურა, სადაც დრო არის მხოლოდ კიდევ ერთი განზომილება, როგორც სივრცე. ამ სტრუქტურაში ყველა მოვლენა, წარსული, აწმყო, მომავალი არსებობს ერთდროულად, როგორც წერტილები ამ 4 განზომილებიან სივრცეში სივრცეში. თუ ეს მართალია, მაშინ მთვარის ყინული არ არის უბრალოდ ჩანაწერი წარსულისა. ის არის ფანჯარა. ფანჯარა იმ ნაწილში ბლოკ სამყაროსი, რომელიც ჩვენთვის არის წარსული, მაგრამ რომელიც ფუნდამენტურ დონეზე არსებობს ახლაც. ეს იდეა ჟღერს აბსტრაქტულად, მაგრამ მას აქვს კონკრეტული შედეგი. თუ წარსული არსებობს ახლაც, მაშინ ის არ არის წარსული. ის არის ხელმისაწვდომი, არა ფიზიკურად, მაგრამ ინფორმაციულად. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან, გავიგოთ ის, გამოვიღეთოთ ის, კენოთ ის. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როცა ვსწავლობთ მთვარის ყინულს. ჩვენ არ ვსწავლობთ რაღაცას, რაც აღარ არსებობს. ჩვენ ვსწავლობთ რაღაცას, რაც არსებობს სხვა ფორმით, როგორც ინფორმაცია, როგორც ნიმუში, როგორც კვალი. მაგრამ ახლა ამ ყველაფრის ბოლოს მე მინდა დაუბრუნდე იქ, საიდანაც დავიწყეთ. გაიხსენეთ პირველი წინადადება ამ ისტორიისა. სწორედ ახლა, ამ წამს, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენი სხეულის თითოეული უჯრედი შეიცავს წყალს, რომელიც შესაძლოა ოდესღაც იყო მთვარის ზედაპირზე. ახლა ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ, ეს წინადადება ღებულობს ახალ მნიშვნელობას. რადგან ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს წყალი არ მოვიდა მთვარიდან, ის მოვიდა კომეტებიდან, ის მოვიდა კუიპერის სარტყლიდან, ის მოვიდა ინტერსტელარული სივრციდან, ის მოვიდა იქიდან, სადაც მზის სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ეს ნიშნავს, რომ წყალი თქვენს სხეულში, წყალი, რომელიც ახლა თქვენს ნეირონებშია, თქვენს სისხლშია, თქვენს უჯრედებში, არის უფრო ძველი ვიდრე დედამიწა. ის არის უფრო ძველი ვიდრე მზე. ის არის უფრო ძველი ვიდრე ნებისმიერი პლანეტა ამ სისტემაში. და ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფიზიკური სხეული არის დამზადებული მასალებისგან, რომლებიც არის უფრო ძველი ვიდრე ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ, როცა უყურებთ ცას. თქვენ ხართ ძველი ვიდრე ვარსკვლავები. თქვენ ხართ ძველი ვიდრე პლანეტები. თქვენ ხართ ძველი ვიდრე სინათლე. მაგრამ ამავე დროს თქვენ ხართ ახალი. რადგან ნიმუში, ორგანიზაცია, სტრუქტურა, რომელიც არის თქვენ, არასოდეს არსებობილა ადრე. თქვენი დნმ, თქვენი ნეირონული კავშირები, თქვენი მეხსიერება, თქვენი აზრები, ეს ყველაფერი არის უნიკალური. ეს არასოდეს იყო. ეს არასოდეს იქნება კიდევ. თქვენ ხართ ერთდროულად ყველაზე ძველი და ყველაზე ახალი რამ სამყაროში. თქვენ ხართ ატომები, რომლებიც არსებობს მილიარდობით წლის განმავლობაში, ორგანიზებული ნიმუშში, რომელიც არსებობს მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. თქვენ ხართ მარადიულობა, კონცენტრირებული მომენტში. და ახლა როცა თქვენ დგახართ ღამით და უყურებთ მთვარეს, თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ ამაზე. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, რომ ის ყინული იქ, ის ყინული, რომელიც შეიცავს იზოტოპებს, რომლებიც არ არსებობს დედამიწაზე, არის იგივე მასალა, რომელიც თქვენში არის. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, რომ ის ატომები, რომლებიც ახლა გაკინულია იქ, ერთ დღეს შეიძლება იყოს აქ, თქვენში, თქვენს შვილებში, თქვენს შვილიშვილებში. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, რომ ის ატომები, რომლებიც ახლა თქვენში არიან, ერთ დღეს შეიძლება იყოს იქ, მთვარეზე, მარსზე, ევროპაზე, ენცელადზე, ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, რომ თქვენ არ ხართ განცალკევებული სამყაროდან.
თქვენ ხართ სამყარო, მცირე, დროებითი, თვით შემეცნებადი ნაწილი რაღაც უზარმაზარისა, მარადიულისა, ურთიერთდაკავშირებულისა. და შესაძლოა ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ მთვარის წყლის აღმოჩენიდან. არა ის, რომ ჩვენ ვიცით, არამედ ის, რომ ჩვენ ვართ დაკავშირებული. არა ის, რომ ჩვენ გავიგეთ, არამედ ის, რომ ჩვენ ვართ ნაწილი. ნაწილი რაღაცისა, რაც იწყება ვარსკვლავებში და მთავრდება ჩვენში. ნაწილი რაღაცისა, რაც არის ერთდროულად უზარმაზარი და მცირე, მარადიული და მცირე, მარადიული და დროებითი, ცნობილი და საიდუმლო. ნაწილი რაღაცისა, რასაც ჩვენ უწოდებთ სამყაროს, მაგრამ რომელიც შესაძლოა უნდა უწოდოთ სახლს. და ეხლა ამ ყველაფრის ბოლოს მე მინდა დავსვო ერთი ბოლო კითხვა. კითხვა, რომელზეც არ არსებობს პასუხი, მაგრამ რომელიც შესაძლოა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ. როცა ის ატომები, რომლებიც ახლა თქვენში არიან, გადადიან სხვა ფორმებში. როცა ისინი გახდებიან ხეები, ქვები, ოკეანეები, ვარსკვლავები, გაიხსენებენ თუ არა ისინი ამ მომენტს? გაიხსენებენ თუ არა ისინი, რომ ერთხელ ძალიან მოკლე დროის განმავლობაში ისინი იყო ორგანიზებული ნიმუშში, რომელსაც ერქვა თქვენ? გაიხსენებენ თუ არა ისინი, რომ ისინი ფიქრობდნენ, გრძნობდნენ, ეძებდნენ, ცდილობდნენ გაეგოთ? ალბათ არა. ატომებს არ აქვთ მეხსიერება. მაგრამ შესაძლოა რაღაც რჩება. არა მეხსიერება, არამედ კვალი. არა ინფორმაცია, არამედ ნიმუში. და შესაძლოა მილიარდობით წლის შემდეგ, როცა ეს ატომები კვლავ შეიკრიბებიან ახალ ფორმაში, შესაძლოა სხვა პლანეტაზე, სხვა ვარსკვლავის სისტემაში, სხვა გალაქტიკაში, ისინი კვლავ შექმნიან რაღაცას, რაც ფიქრობს, გრძნობს, ეძებს. და შესაძლოა ის ახალი არსება, ის ახალი თქვენ დადგება ღამით, შეხედავს ცას და იკითხავს იმავე კითხვებს, რომლებსაც თქვენ სვამთ ახლა. საიდან მოვედი? რა ვარ? სად მივდივარ? და შესაძლოა ამ კითხვებში, ამ მარადიულ, უნივერსალურ, შეუძლებელ კითხვებში არის რაღაც, რაც აკავშირებს ყველა შემეცნებად არსებას, ყველა დროში, ყველა ადგილას. არა პასუხები, არამედ კითხვები. არა ცოდნა, არამედ ძიება. არა გაგება, არამედ საოცრება. და შესაძლოა ეს საოცრება, ეს უნარი, დავდგეთ ღამით, შევხედოთ ცას და ვიკითხოთ, რატომ არის ის, რაც ნამდვილად აქცევს ჩვენ ადამიანებად. არა ჩვენი პასუხები, აუხები, არამედ ჩვენი კითხვები. არა ის, რასაც ვიცით, არამედ ის, რასაც ვეძებთ. და მთვარის წყალი, ეს უცხო, ძველი, საოცარი წყალი, გვახსენებს, რომ ძიება არასოდეს მთავრდება, რადგან ხოველი პასუხი არის ახალი კითხვის დასაწყისი. ხოველი აღმოჩენა არის ახალი საიდუმლოების გახსნა. ყოველი ნაბიჯი წინ არის მოწვევა გავაგრძელოთ. და შესაძლოა ეს არის ის, რაც ნამდვილად აქცევს სამყაროს საოცარს. არა ის, რასაც ჩვენ ვიცით, არამედ ის, რასაც ჯერ კიდევ არ ვიცით. არა ის, სად ვართ, არამედ ის, სად შეგვიძლია წავიდეთ. არა ის, რა ვართ, არამედ ის, რა შეგვიძლია გავხდეთ.